არის კონტაქტი? მშვენიერი არის. შემთხვევით იმის რა ქვია ახალდამატებული მეგობრის Instagram-ზე აღმოვაჩინეთ ესეთი მაგიდის ფაქტიურად ასლი. ასლი ხო რა. და ვფიქრობთ როგორ მივწეროთ. წითელთავიანი. აქედან რომ ველაპარაკოთ პირდაპირ. აი დავიწყე უკვე მაგაზე ლაპარაკი. შეგვიძლია გორიდან იყო ფოტო. ანუ რაღაც ისე დაწითლული ზემოთ რო გორიდან არის და ისა რა ქვია მოკლედ ახალ სივრცეში რო გადავდივართ ხალხს უყვებ, მაგრამ თქვენ გელაპარაკებით. გვჭირდება ამ ყველაფრის კოპია იქ გადატანა რა და ეს არის ნიკას სამუშაო მაგიდა რომელსაც ხო ამაზე გავიგარდა. ვერ შეიძლება, ამიტომ გვჭირდება ასლებით რაღაცეების ჩანაცვლება და თუ მოგვისმენს ეს ადამიანი იქნებ გაგვითვალისწინოს და მოვყიდოს. შეგვიძლია აუქციონი მოვაწყოთ. აუქციონით შეგვიძლია მოვაწყოთ. ამ თვითონ თქვა საწყისი. აუ, მოდი მაშინ მე დავიწყებ ახლა. ეს ახლა ხო ხტები ეს ოხერხულია ესე რო იყოს თითქოს რა. რაც ქანდაკება არის, ლიკას ქანდაკება. იცი რა არის? ანუ რატო გონია რომ ქანდაკებაა? რაღაც ეგრე გამოიყურება ქანდაკებურად. ქანდაკებებს თავიდან რომ მალავენ ხოლმე სანამ პრეზენტაციას გავკეთებთ ჩამოწა. აი რო გითხრა რომ რაღაც იმას მე და შენ ვართ მარმარილოს ქანდაკება არის ბერძნული მითოლოგიის მიხედვით. დამიჯერებ? რატო არა 3D ჩამოსხმული ყველაფერი შეიძლება იყოს. აუ ეს რა მე ვიცი ვისი ხელიცაც არის შექმნილი. ეს გაგვიკეთა სოფიამ კომპანია Nerves by Dapna ინსტაზეც ეგრე არის 3D ბეჭდვის პროდუქტები პრინტინგი და რაღაც კონსულტაციები ყველაფერი Nerves by Dapna. ჩვენი ჩემი ძალი. ხო, ლიკას ძალია რა. ჩვენი მეგობარი. ოღონდ ცოტა უფრო დაკაცებულ ასეთი 10 წლის 15 წლის. აუ ძალიან კაია. ამას ვინახავ 10 დღეა მეტი თო. Sofia Rocks. Sofia Rocks მართლა ძალიან შიკარნი არის. ანუ ცენტერპისი გაქვთ მაგიდისთვის. რა სილამაზეა. მე ვაფუჭებ ამ სილამაზს. ძალიან. აუ შენ უნდა იჯდე ზემოდან ცხენიზე. შეგვიძლია ეგრესიაც და გადასარებ. მოდი ბარემ მივესალმოთ ჩვენს დამხმარე მეგობრებს Artford 1708 აილანდური ვისკი რომელიც ალგორითმში და ვისკის სახლში იყიდება ვისაც უნდა წავა და ნახავს და ჩვენი მეგობარი ასევე ბეცო სპორტი რომელიც არის სპორტული ამბების არხი და ვისაც რამე ინფორმაცია დაინტერესებს სპორტის მიმართულებით შეუძლიათ ჩაეძიონ და სამწუხაროდ ვეიპორია ვერ არის ჩვენი სპონსორი დღეს მაგრამ გასაგები მიზეზების გამო საკმაოდ და მივესალმებით და ჩვენ უბრალოდ ვემეგობრებით და კი ჩვენ ვემეგობრებით პირველი დღიდან მან დავდივარ და 10 ფეხით და 20 ხელით. კაი, ახლა გამოტყდით. არ მაგაყირავთ და დამიძახეთ. არა, მთლად ესე რატო უბრალოდ კაი თქვით როგორ იყო. ბიჭო, როგორ იყო რა? ხო იცი რომ ძალიან დიდი ხანია ხარ გეგმაში. კი. ხო და თან ესეთი შინაური მეგობრები ყოველთვის მაგისთვის არიან ხოლმე, რომ უცბთან აქ მithumetes რომ აქ გაგიჭირდა მოსვლა. ძალიან. გვერდზე რამდენი მეტრი გამოიარეთ. ისეთი მოყინულია გზა რომ პრინციპში ცოტა ჩელენჯი იყო. ცოტა მარილი გაქვს მოსავალიან ქვემოთ. ხო და ფიქრობ ვიყიდო მაგრამ. რა უნდა ერთ პაჭკა იყოფა ეხა აი ამ მოსასვლელს, აი ამ წვრილ ბილიქს ფეხის საფეხმავლოს. კარგი. როგორ ხარ? კარგად. ჩვენივით. აკაია რომ მოხვედი თან ამდენი ინსტრუმენტით მოხვედი და წეღან გითხარი რომ ის ცოტა ის ქირურგიული ის მეგონა რაღაც ნეკნების გასაწევი ინსტრუმენტი და მე ნელა უხსნათ ხალხს რა არის და ისთვის გამოიყენა მე აქ ნელ-ნელა ხიც ვათვალიერებ რაები გაქვს ნიკას მოპარული სახლის სხვადასხვა წერტილებით ძირთადად იცი რა იპარება ხოლმე აი აქ რასაც ვდგავთ ის სათამაშო და მე ბრუნდება ბავშვი სათამაშოები უკან უი სხვათა შორის ბაჭია მოიპარა ალისა აქედან. ბაჭია რო იდგა, მოიპარა გუშინ ეპიზოდში. ეგ ბაჭია ჩვენია? ალისას ბაჭია. ალისასი, ანუ ყველაფერი ალისასია უბრალოდ. ალისავე გპარავს, მე რა უკან. ხო შენ ავაზრატებს. კიდე რა შეიძლება რომ დავდგათ? ამაზე მეტი რა გიქნა. არა, მე მგონი ეს შედაიკავათ თქვენ ამბავს. ხო არ შეუხებოთ. ეხა მაგას, ანუ იცი რა დროთა განმავლობაში მე რაღაცა ტრანსფორმაციას გავლის, აი იმაში რო არის ძველ ბეტმენში. ბიუსტებს რო ხატავენ ბეტმენი რაღაცები. მე ჩავაცოთ პატარა ქუდები შეუკეროთ საახალწლოდ. რაღაცები ვქნათ რა.
აუ რა ლამაზი ცხენია მართლა. ახალ ტეკეა. ჯიშია ახალ ტეკე. ახალ ტეკეა ხო ჯიში. რა შვებია? ნელ-ნელა. შენ უნდა წაიყვანოთ ისე გამომდინარე. რა ხდებოდა მართლა ხარ ეს შენზე არის მთელი თოვლიანი პერიოდი რო არ ვიყავი აქ. როგორ გადაიარეთ? იმინას მაგალითად წინა ჩვენ ეპიზოდი ჩარჩად ჩაგვივარდა თოვლის გან. გავეჭედეთ. ხელა თოვლი. ჩვენ გავეჭედეთ. ვიც ვერ გავდიოდით, ყველაფერი ვიცი ხო, ესე რა. მოსმენ. მაგრამ წინა წელთან შედარებით წელს უფრო მომზადებულები დავხვდით ამ ხო, ყველაფერს რა. სამთვის საბურავად. საბურავები და ჯაჭვები ჯაჭვები რომელიც და, ხო. მოგძურათ ორივეს ხო? შენც მოგძურა? მე არ ამას არ მიცდია ქონა. ნიკა დადის ხო და? მაღაზიაში. ასე რომ წინა ეპიზოდი რაც უნდა ყოფილიყო, 2 დღის წინ დითოლობის გამო გადაგვეწო და დაჟე საფრთხე იყო რომ კიდე 2 დღე რომ მოგვეცადა ჩაწერამდე კიდე ხო. იგივე შეიძლება გამეორდეს. ამიტომ ლიკაზის ჩვენთან. კაი, ხო და. დავიწყოთ. მოდ დავიწყოთ, ხო. ამით დავიწყოთ. თეფშებით. პირდაპირ ამით დავიწყოთ. რავი მე. ანუ საერთოდ sound healing-ი. ხო რა. ხო, ოკეი. კაი. ხო და რას მოიცავს ყველაფერი ვაფშე? ანუ რისთვის ხდება, რა ინსტრუმენტები ეხმარება და რა სიკეთეები მოაქვს. იცი რა, საკმაოდ ვრცელი თემაა. განვახცოთ. ძალიან ვრცელი თემა არის. სხვათა შორის ახლა მე რო დავიწყე, თავიდან დავიწყე, ესე ჩემთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს და მე უკვე რო ჩაუღრმავდი და უფრო სიღრმეში და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობით რომ მიუდექი იმას, რომ სხვასთან თუ ატარებ რაღაც სიღრმისეულად უნდა იცოდე, აღმოჩნდა რომ საკმაოდ ისეთი ღრმა თეორია აქვს ამ ყველაფერს რა. რას ეგ არც გვითქვამს. გერი თერაპიას. გერი თერაპია. ხო, არ მეგონი ბახალამ sound healing. ხო, და დავიწყე ჯერ ჰიმალაის თასი მქონდა, მე კრისტალის თასი, ნელ-ნელა გამრავლდა ეს ჩემი საიდან აიკიდე ვაფშე? იცი რა არის ჩემთვის რა მედიტაციებს რო ვაკეთებდი ხოლმე ჩემთვის მქონდა ერთი ჰიმალაის თასი რომელიც არც იყო თერაპიული თურმე მე აღმოვაჩინე იმიტომ რომ აქაც არის სხვაობები ჩემთვის ხმარობდი რა რაღაცა ესე რიტუალურად დავჭირდებოდი ამის ხმას უსმენდი ვიბრაციები რაღაცა და მე უკვე დავიწყე უფრო მეტად სიღრმისეულად ამ ყველაფერს მოძიება რა ინფორმაციის იმას მასალა ძენს თერაპიულობას? ანუ დამზადების წესი. ხო, იმიტომ რომ აი მაგალითად ჰიმალაის თასი რომელიც აქ მაქვს რა, ეს არის თერაპიული, იმიტომ რომ არის ხელით გაკეთებული, რა ხელით გამოჭედილი უნდა იყოს. არის ჰიმალაის თასები, რომელიც არის მანქანით გაკეთებული და ის არ არის თერაპიული და არც ვიბრაცია და არც დეკორატიული ქვია. დეკორატიულია, ხო, ახლა მე რაც მქონდა, ეგეთებ მაგით ალისა თამაშობს ხოლმე მაგალითად რა და ძალიან ხშირად გონიათ რომ ეგეც თერაპიულია და ეგრე არ არის. ანუ ძალიან ბევრი შრე არის, რაც უნდა იცოდე. ახლა ზოგადად ბგერით თერაპია მუშაობს ძალიან ბევრ შრეზე. ანუ ეს არ არის რა მხოლოდ თქვათ მენტალურ ჯანმრთელობა, ანუ ფიზიკურიდან დაწყებული გონება, ჩვენი თვითონ ნერვული სისტემა, ანუ ყველაფერზე აქვს გავლენა. ესეთი კომპლექსური მიდგომით არის რა და ამიტომ ძალიან კარგად უნდა იცოდე როგორ მართო ეს ყველაფერი რა და თავისი დრამატურგია აქვს ამის აწყობას ასე ვთქვათ რა სესიის რა თავის დასაწყისით კულმინაციით და შემდეგ უკვე დასასრულით ხო როგორც ვთქვათ იგივე ჩვენ მუსიკაშიც თავის სტრუქტურა აქვს ამასაც თავის სტრუქტურა აქვს თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული არის მუსიკისგან რა იმიტომ რომ მუსიკა და ბგერით თერაპია არის ორი განსხვავებული რაღაცა და სხვადასხვა რაღაცაზე მუშაობს რა მუსიკას აქვს უფრო ზეგავლენა ემოციებზე ხო ადამიანის რა ზოგადად ხა მუსიკა ძალიან საინტერესო ფენომენია ჩემთვის იმიტომ რომ ყველაზე მეტაფიზიკური ფორმა არის ხელოვნების სხვა ხელოვნების დარგებთან უფრო შეადარო ხო იმიტომ რომ ასე ვთქვათ ხელშეუხებელი არის რა ადამიანი ქმნის და ის მე აგრძელებს ცხოვრებას დროს და სივრცის მიღმა და ნებისმიერ დროს, როდესაც შენ იწყებ რა მუსიკის მოსმენას, შენს დროს და სივრცის მიღმა არსებობს მასთან ერთად, იმიტომ რომ შეიძლება წაგიყვანოს წარსულში, შეიძლება რაღაც ძალიან სიღრმისეულ შრეებში ჩაგიყვანოს, მაგრამ მუსიკასთან ერთად შენ აზროვნებ. ანუ ცნობიერი ხარ, როცა მუსიკას უსმენ რა, ანუ მუსიკა მუშაობს, ტექსტის გარეშეც მუშაობს, ხო? ანუ შენ სანამ ფიქრს დაიწყებ, ის უკვე მუშაობს და შენი მე ფიქრებით ერთვები, ხო? გამოგზაურებს რაღაც მოგონებებს, ამოგიტივტივებს და თან წინასწარ არის ჩადებული მუსიკაში განწყობა. თქვათ ნიკა რო აკეთებს სიმღერას, ის რა განწყობას ქმნის, ის შენამდე მოდის. და ბგერით თერაპიაში ეგ არ მუშაობს, რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ მივახციოთ ცნობიერებიდან გასვლას, ხო? შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შესვლას. შესაბამისად, ეგ რო გავაკეთოთ, არალოგიკური უნდა იყოს ის, რასაც ვაკეთებთ ტვინისთვის. იმიტომ რომ მუსიკა არის ლოგიკური. მუსიკას თავის სტრუქტურა აქვს და როგორც კი აი ეს ლოგიკა
შემოდის შენი ტვინი მასთან ერთად იწყებს აზროვნებას და ვერ უშვებს რა. იმიტომ რომ ის მოლოდინშია უკვე. ხო, იმიტომ რიტმიკა გამეორება არის და შენ ელოდები რომ ისევ გამეორდება, ხო ეს რაღაცა. ხო, და ბგერითში ეგ არის, რომ ბგერითში ლოგიკურობა არ არის. შესაბამისად რაღაც დროს შენი ტვინი მაგას ხვდება, რომ აქ ლოგიკას ვერ იპოვის და ნებდება უბრალოდ რა. და მთავარი ამბავი ბგერით თერაპიაში არის დანებება, რომ დანებდეს შენი ტვინი და უკვე მისცეს საშუალება ამ ვიბრაციებს და ბგერებს, რომ თავის საქმე გააკეთოს შენი კონტროლის გარეთ უკვე რა. რეალურად რა არის, რომ ეს აქტიურებს შენს პარასიმპათეტიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც ავტომატურად იწყებს სხეულიდან რაღაცებს გამოფერთხვას. სხეულს აქვს მეხსიერება ისევე, როგორც ჩვენს გონებას. შენ შეიძლება გონებით გონია, რომ რაღაცეები გადალახე ცხოვრებაში, რაღაცეები თქვა დაივიწყე, აპატიე, მაგრამ სხეულს ის გამოცდილებები ახსოვს. და შეიძლება აი ნერვულ სისტემას ახსოვს რა. და შეიძლება დაგითრიგეროს ხოლმე ეს რაღაცა. ამიტომ პარასიმპათეტიკურ ნერვულ სისტემას საკეთებს არის, რომ ავტომატურად შენ და უნებურად აქტიურებს ისეთ პროცესებს, რომელიც იწყებს გამოფერთხვას სხეულიდან ასეთი გამოცდილებების. ანუ ეს სხეულებრივი პრაქტიკაც არის რა. შენ გაგამოცდილი? კი, მერთად ჩაუწექით 1-2 თქვენთან. ერთხელ გუკასთან ჩაუწექით სახლში და მაშინ ეგ დასაწყისი ეგ იყო ხო, კიდე. მას მერე კიდე უფრო მეტი ინსტრუმენტი ხმარობდა. გაგუშალა ამან და მე და შენ გორაობდით. მაგას თავისი სიუჟეტი ახლავს, მაგას ვილაპარაკოთ. ის რაღაც დრამატურგიული ის გიდირებული. ეგ შეგიძლია იყოს, შეგიძლია არ იყოს რა. ხო, მაგრამ ძალიან დამეხმარა. გახსოვს რა რომელი სიუჟეტი იყო, სადღაც დღეში წავედით და ჩვენ თავებს შევხვდით სხვადასხვა ასაკში რა. ხო, შინაგან ბავშვთა და მაშინ გამიჩნდა პირველად აღქმა ჩემი მომავალი ისა სიბერის ასაკის სიმშვიდე ვიგრძენი, მაშინ როგორ შეიძლება. ანუ კარგად მიიღე. კი, მე სრულად ჩავყევე მაშინ. ის მივიღე, ანუ გაცნობიერებული ხო არ გვაქვს ახლა, თქვათ, რაც იყო ის გვახსოვს და რაც იქნება, იმაზე თუ არ ვიფიქრია და პირველად შევეხი მაგას, იქ რა მშვიდობა შეიძლება დამხვდეს თუ სწორად განვითარდი რა. ერთი რადიკალური აზრი უნდა თქვა რა. რაც იყო ის გვახსოვსო რო თქვი. სუსტად ისე გვახსოვს, რაც იყო, რაც მომავალი წარმოგიდგენია, იმდენად რეალურია, იმიტომ რომ ისიც შეცვლილი არის, მოგონილი არის ჩვენი წარსული. მე ეგრე მგონია, იმიტომ რომ რაღაცებს ვამატებთ, ტვინი თავისით რაღაცებს იგონებს. ბევრჯერ ყოფილა. მაგრამ თუ ჩაუყვები, ანალიზში თუ ჩახო, ხო, მაგრამ ეს ყოველდღიურობაში რა როგორც გვახსოვს, ეგ არის თბილი. მაგრამ შეიძლება სიძახი რომ მეხსიერება ორგანიზმს, რაც აქვს ფიზიკას და იმას გონებას ცალკე კიდე თავისი. მე ხა მაგალითად რა გავიხსენე, ფიზიკა უფრო ნამდვილია. ანუ უფრო გულწრფელია, ასე ვთქვათ, ვიდრე შენი გონება რა, იმიტომ რომ გონებას აქვს ის უნარი, რომ აი ნიკარასაც ამბობს ზუსტად რა, რომ ჩაგიდოს რაღაცები, რაც შენი არ არის რეალურად რა. აი შემოგაპაროს რაღაცეები რა და საშენოდ გადააკეთო, გადმოაკეთო იქ რაღაცა ბილდაპი გაუკეთო, ხო, რაღაცა გაბერო მაგალითად, რაღაცა ბევრად უფრო ვიდრე იყო. სხეული არა, სხეული ბევრად უფრო ნამდვილი არის რა. აი სხეულთან მაგიტომ არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად არის ხოლმე, რომ ესეთ პრაქტიკებში ადამიანები მიდიან, აი ძალიან უნდათ ხოლმე, რომ სადღაც გავიდნენ და რეალურად ყოველს მნიშვნელოვანი, რომ შიგნით სხეულთან ახლოს მოხვიდე, მაქსიმალურად იგრძნო, აი დამიწება რაც არის, ხო? აი დამიწების პრაქტიკის გარეშე მე არ ვასრულებ მაგალითად ჩემს ბგერით თერაპიას, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგრძნება. ახსენი რა არის დამიწების პრაქტიკა? ხო, აი ხა მით ბგერით თერაპიის ჭრილში ვიტყვი, რაც არის, ის რომ ხა მით უმეტეს, როდესაც მედიტაციის დროს ხა თიშავთ ჩვენ სხეულს და ძალიან მივდივართ, ხო, რაღაცა მედიტაციურ მდგომარეობაში და შეიძლება ტრანსულ მდგომარეობასაც მიაღწიო ამ დროს, ხო? როცა აქედან გამოდიხარ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს დამიწება რა არის, რომ სხეულს დაუბრუნდე, შენი სხეულის აღქმას, მატერიალურ სამყაროს შეგრძნებას დაუბრუნდე ბოლომდე რა. და ძალიან ხშირად არის, რომ გვავიწყდება, რომ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავაკეთოთ ხოლმე რა. დღისითაც, აი ზოგჯერ არის, რომ აი გვავიწყდება, რომ აი სხეული ვიგრძნოთ საერთოდ, რომ გვაქვს. ხო? არის რამხელა მნიშვნელოვანი, ეგ არის რა, ხო, რაშიც არსებობს შენ დღეს ამ ფორმაში არსებობ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხეულის მოსმენა.
სხეული ხშირად ძალიან ბევრ რაღაცას გეუბნება, უბრალოდ შენ არ უსმენ მას და შეიძლება გამოგეპაროს და აი აქ იყო რა და ის გატყუებდეს. ხო, ყველაზე მაგარი მედიტაცია ჩემი გადმოსახედიდან აი ეგ არის რა, ვიპასანა, რომელიც უბრალოდ ზიხარ და სხეულს უსმენ. დაკვირვებაში ხარ. შეიძლება ერთი ჩაგიყვე, ხო? ჩემი ვეძახი მაგას, რომ ალბათ პირველი ნაბიჯი იყო ცნობიერების ზრდასთან რა, აი პაგრას ბავშვობის პერიოდსაც უკავშირდება. სადღაც 4 წლის ვარ დაახლოებით რა და უცბად აი ამდენი ხნის განმავლობაში 4 წელი ხო ყოველდღე ვიძინებდი ერთ და იგივე პოზაში რაღაცებს ვაკეთებდი. და ერთი ეგეთი მომენტი იყო, რომ წევარ ღამე რა და ვერაფრით ვერ გავიხსენე იქამდე ხელი საბანში ქვემოდან მედო თუ ზემოდან მედო ხოლმე რა. ანუ პირველი დაკვირვება მაგ მოხდა ჩემი, ანუ ცნობიერება რაღაცა გაიზარდა, ალბათ სავარაუდოდ და მაქიდან გახსოვს შენი და მაქიდან მახსოვს მე როგორ ვიქცევი ფიზიკურად ძილის დროს, ან რაღაც თქვათ, რაღაც კონკრეტულ სიტუაციებში ფიზიკა ანუ ისე არის თუ ზემოდან არის თუ ისე არის თუ ასე არის რა. ხო და რომ იმასაც ეპასუხება რომ ვიძახდით რომ ბავშვობის მეხსიერებას თუ ესე ჩაუყვები, ეხა გამახსენდა აი ეხა ერთი 2 წლის წინ ეგრე ხდებოდა რა, იმიტომ რომ რაღაც ღამე მქონა ხოლმე ტრადიცია დაძინებისთვის ციხეში რომ რაღაცებს ვიყენებდი ეგეთ მეხსიერებას მივყვებოდი და აი ბავშვობის დროინდელს რაც კარგი ემოცია ქონდა და აი ეგ მომიტანა უცბად რომ ეგ სიუჟეტი გამიცოცხლა უცბად. ეგ მემართებოდა ადრე რო ეწეოდით, ბევრი რომ მომვიდოდა და რო არიცი რომ არ ეგ იკარგები და იქ პირველი დაკვირვება მოხდა რა. არა მაგარი. ხო, აი დაკვირვება სხეულზე ძალიან და შეგრძნებებზე რა, იმიტომ რომ ხო რეალურად ფიქრზე უფრო მნიშვნელოვანი სადღაც შეიძლება აი ეს გრძნობა იყოს. ანუ გრძნობა იყოს უფრო ნამდვილი, ესე ვიტყვი რა. იმიტომ რომ შენ რაღაცას გონია რომ გინდა მაგალითად, მაგრამ აი სხეული ზუსტად გრძნობ ხოლმე რა ამ რაღაცებს. ხო, გონია რომ გინდა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენი იმპულსი მოდის და ეგრევე თუ იმოქმედე, კარგი შემთხვევაში არაფერი არ ხდება, ეგრევე შარში ვეხოვები რა. იმიტომ რომ პირველი იმპულსი არის ფუჭი. ამ ბოლო დროს ვისწავლე, რომ პირველი იმპულსი მოვიდა, ოკეი, საინტერესო ჩანს რა მინიმუმ რამოდენიმე საათი ვაცადოთ, რას იზავს ეს აზრი რა. მართლა კაი იდეაა თუ არა რა. ხო, მაგრამ პირველი იმპულსი შეიძლება ძალიან სწორი იყოს თუ სხეულით, აი, ჩემ შემთხვევაში ეგრეა რა, შეიძლება ყველა ადამიანს ეგ არ ქონდეს, მაგრამ ეგ ვისწავლე რა, აი, რაც მუცლით რო გრძნობ რაღაცას რა, აი, ეგ არის ხოლმე ჩემ შემთხვევაში ყოველთვის სწორი. აი, პირველი შეგრძნებით. ხო, მესმის. ოღონდ გრძნობაზეა და არა ფიქრზე ლაპარაკი აქვს. ანუ როცა იქვე არის გადაწყვეტილება მისაღები, მაშინ გეთანხმები რა. ესე უბრალოდ რაღაც იდეა მომივიდა და მგონია რომ გენიოსი ვარ, всё, ანუ ხო, ეგ საერთოდ. ანუ როცა ეგ მაგას მივხვდი რა საერთოდ, რომ რაღაცის გადაწყვეტილების მიღება არის სწრაფად, არის უმნიშვნელოვანესი რა. ეგ ასახავს ადამიანის ემოციურ ინტელექტს რა. ყოველთვის შეგიძლია შეცვალო, მე დააკორექტირო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი რაღაცა რომელი მოგწონს ეს თუ ეს აი ოდნავ რომელზეც გაგირბის ეგ არის იმას მე გაგირბის რა მე ჩემ თავზე ვამბობ რა ოდნავ ეს უკეთესია so ვაფშე პირველი რაც მოგდის ხოლმე ის არის ყველაზე ახლოს ძირითად შემთხვევებში იმიტომ რომ არავინ არაფერი არ უცით რა არის მაგრამ კარგი და სადამდე მიგვიყვანს ხო მაგრამ გააჩნია რა ეხლა მაინც მგონია რომ იგულისხმება ჩვენი სურვილების აყოლის შემთხვევაში რასაც იმპულსი მოგცემს ტვინის იმპულსი მაგას არ უნდა აყვე თორე ის რომ რაღაცა ხე გადაწყვეტილება და რაღაც კონკრეტული იდეა შეიძლება ეგრე კარგად მუშაობდეს. აი მიხდის ზედმეტეს რომ overthinking-ს რო ეძახიან რა, აი გადამეტებულად რაღაცაზე ის აი გაჭედვა. შენ არ ხარ ისე? არა. ხო და ამაში გვეხმარება გერითი თერაპია. ხო, არა მარტო რა ვისთვის რა მუშაობს, ეგეც ძალიან ისეთი რამეა. ანუ თერაპია შენი განხრა. ძალიან კარგად მუშაობს, ხო. კონცენტრაციაზე რაც და ეხლა შეიძლება თქვი გიდირებული მედიტაციის რატო ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩემთან ჯგუფში მოდის ბევრნაირი ადამიანი. სხვადასხვა გამოცდილებით ცხოვრებაში, სხვადასხვა გზა აქვთ გავლილი და შესაბამისად სხვადასხვა მდგომარეობაში არიან. ვიღაცას აქვს გამოცდილება ასეთ პრაქტიკებში, ვიღაცას არ აქვს. შენ ყველა უნდა გაითვალისწინო იმ ჯგუფში. ამიტომ იმათთვის, ვისაც არ აქვს დიდი გამოცდილება, თქვათ იგივე მედიტაციის, უჭირს რა პირდაპირ ესე. ამიტომ ყოველთვის ჯობია გიდირება გაუკეთო, იმისთვის, რომ ეს კონცენტრაცია, ასე ვთქვათ, გაუსწორო რა რაღაცაზე. ერთ რაღაცას ვისკო, შენ რო არ გამოგივიდეს შენი თავის რაღაც ტრაბახი.
მოკლედ ეს ფირმა არის Mindlis ვეძახით, Mindlis ვეძახით вообще თბილისში. Mindl Sonic Energy. ხო, მაიცა Sonic Energy-მ და სანამ მივალ. Mainly არის თეფშების ფირმა რა, რომელიც არის საკმაოდ პრემიუმ კლასის, ანუ ძალიან ესეთი მაგარი თეფში. და კი, ანუ დრამერები ხა ვინც უყურებენ, დარწმუნებული ყველა მისის Mainly. და ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად ჯერეს ვიღაცები გავიდა და ლიკა გახდა ამბასადორი ამ კომპანიის, რომელიც ახლოდ ვაკეთებს გერითი თერაპიის ინსტრუმენტებს რა. ხოდა მე და სულიკა ვიჯექით რომ აზე ხარო კარჩერო ანუ ამდენი დრამერია ქვეყანაში დრას და ლიკა გახდა ამათი ამბასადორი. მან მაგარი ისტორია არის მოკლედ ეს ბრენდი Mindl Sonic Energy დაიწყეს გონგების კეთება და მე გაიზარდა რა ეს მათი ასორტიმენტი და რეალურად ყველა ინსტრუმენტს აწარმოებენ დღეს რაც იხმარება რა ფაქტობრივად ბგერითი თერაპიაში ძალიან მაღალი ხარისხით გერმანული ხარისხი არის იწარმოება თან სოფლიოს იმ წერტილში სადაც აიგივე თქვა ხა ჩინეთში რა თქმა უნდა გონგი ჩინეთში თქვა ეს ჰიმალაის თასები ინდოეთში და რაც მე ჩამოდის გერმანიაში იქ ტესტავენ რომ იყოს რაღაც საუკეთესო ხარისხის და შემდეგ უკვე გამოდის რა და ისტორია მან რა არის რომ ეს შემოიტანა მუსიკის სახმა საქართველოში და რომ შემოიტანეს რა თვითონ მიყვებოდნენ რომ დავდეთო და ვფიქრობთო რომ აი ეს როგორ უნდა გავყიდოთო რა საერთოდ იმიტომ რომ მაშინ მე რო ეს დავიწყე მაგ პერიოდში ანუ არ იყო ესე ეხლა ზოგადად თელ სოფლიოში ეხლა გახდა პოპულარული ამ ფორმით თორემ ბგერითი თერაპია არსებობს ოდითგანვე ხო იგივე შამანურ კულტურაში იქ რაღაც ავსტრალიური აბორიგენებს აქვთ ეს დიჯირიდუ ხო შამანურის დრამი ვიცით და ყველა კულტურაში არის სხვადასხვა არ არის მხოლოდ აღმოსავლური რეალურად ნაერთი არის ამ ფორმით დღეს რა ფორმითაც არის სხვადასხვა კულტურიდან აღებული ინსტრუმენტები და მოკლედ ეს ვუყურებთ და ვფიქრობთ რომ ახლა როგორ უნდა გაიყიდოს ეს საერთოდ რა და ერთ-ერთმა ეს მარკეტინგის ჯგუფიდან რომ შემოგთავაზაო რომ აუ ვიციო რომ აი ლიკა ევგენიძე ატარებსო ამასო და მოდიო რა რო წავალთო იქ Mindl Sonic Energy-სთან შესახვედრათო გერმანიაშიო რა რაღაცაზე უწევდათ ჩასვლა პრეზენტაცია ვავაწყოთო და შევთავაზოთო რა როგორც ამბასადორიო რომ იქნებო რაღაცა ის იყოსო დაგვეხმარეს მოკლედ ჩავიდნენ ეს თელი პრეზენტაცია აქვთ ლეპტოპში და რო შევიდნენ შეხვედრაზე თვითონ ეს Mindl Sonic Energy-ს ხალხი ეუბნება რომ აუ ჩვენო მაგარი რაღაცა ვნახეთო და ლეპტოპს უხსნიან სერიოზულად იცახენ ჩვენო ვნახეთო რომ გერითი თერაპევტი ყავთ საქართველოშიო და ჩვენ ვთავაზოთ ჩვენი ამბაზე ჩვენო აქედან გავხსენითო ლეპტოპი რომ ჩვენც ია შემოთავაზოთ მოკლედ ესეთი თანხვედრა ჩვენთან უკვე პოპულარული პრაქტიკა გახდა ხო შენს გარდა კიდევ ვიღაცებიც აკეთებენ მე ვასწავლი მაგის ხარჯზე ძალიან პოპულარულია კი ანუ მე ვასწავლებ ვცდილობ რომ ეს ჩემი ცოდნა გადავცე იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები მოდიან და მე უკვირთ რამდენად დიდი თეორია გამოყოლებს იმიტომ რომ პირველი 2 ლექცია 3-4 საათი არის მხოლოდ თეორია და აი არა ხო ის ყველა მომენტი აქვს რომ არ გვიგონა და მეც ეგრე ვიყავი რა როცა ეს 2 სხვადასხვა ტრენინგი გავიგე პირველი იყო ძალიან აი საბაზისო და აი მივხვდი რომ არ მეყო რა და აი მეორე უკვე რო გავიარე ის ძალიან სიღრმისეული იყო და ამიტომ მაგ გაიდლაინით ვასწავლი მეც მოკლე ისინია ტრენინგები ანუ რაღაც რამოდენიმე დღიანი? არა, სამოყვარულო კი, მაგრამ პროფესიონალური არა, პროფესიონალი ძალიან ინტენსიური, თავის გამოცდა არის და თავის პრაქტიკები, რომელიც უნდა ჩახურო რა, იქამდე სანამ სერტიფიკატს აიღო. ხო, ანუ სემინარი არ არის? არა. ხო, ამიტომ ხო, ხო ვასწავლი და მინდა რომ ზუსტად ეს ცოდნა სწორედ გადაეცეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ადამიანებთან მუშაობა რა, არ შეიძლება რომ ამას უყურებდე როგორც უბრალოდ ბიზნესს, ხო? იმიტომ რომ აქ შენ პასუხისმგებელი ხარ იმ ადამიანებზე, ვინც შენთან მოდის. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. მშვენიერი. შენ სადაკეთებ ამას იგეც თქვათ. იცი რა არის სხვადასხვა სივრცეებში ვატარებ, თუმცა მე ვფიქრობ რომ კი, აი დრო მოვიდა რომ ეს გავაკეთო, იმიტომ რომ იმდენად ბევრი ინსტრუმენტი მაქვს უკვე რომ წარმოუდგენელია ჩემი ამ ინსტრუმენტებით გადაადგილება. მას უწელი მტკივა უკვე, ანუ ძალიან რთულია. ხო და აი ხა ვაპირებ რა მაგ ამბავს. ჯერჯერობით ერთ-ერთ ვერსიაში რო ისიც იყო რომ ჩვენ ერთად ვაპირებდით ანუ ზმუკიც ვეძებდით სივრცეს და ლიკას და გადავწყვიტეთ რაღაც პერიოდი რომ ერთად გვექნა მაგრამ მე სტოქტონში შობლიურ სტოქტონში გადავდივართ ახლო მომავალში და ლიკა დავტოვეთ ჩემო საყვარელმა დაიდაშულა ვასკამო მითხრა რომ სახო ანუ არა სახლი აქვს რომელიც რაღაც
ანუ ახლა ამ წამს არაფერი არ ხდება იქნა. მშვენი. დროებით რაღაცა იქ ტრენინგ ჩავატარებ, რაღაცებს გავაკეთებ. მადლობა ვასკას. მშვენი. ვასკას მოკითხვა. ხო და ნუ მე უკვე რაღაც დროს უკვე ჩემს სტუდიასაც ისე გავაკეთებ. იმიტომ რომ ამას ჭირდება კომფორტი. ამას ჭირდება კომფორტული დასაწოლი, აი რაღაც სითბო, ბევრი რაღაც კომპონენტი არის რა, რომ ის გამოცდილება მიიღო, რაც უნდა მიიღო. ხო, ამიტომ ესე. უსაფრთხო გაერო. ესეთებს მშვიდად გავშენთან სტუდიაში. აუცილებლად, შესასრულო. აი ხა შემოსასვლელში მე შეგვიძლია ჩავსვათ კადრში რა ხდება. როცა ალკე ოთახი რეალურად მარტო მაგას უჭირა, უკავია რა. დიდი გონგები და აი ხო. უნდა ვაჩვენოთ ეგ ხალხს. ფოტოთი გადავლევათ რა. საინტერესოა. ხო და ძალიან კაია მიხარია და მეც ხშირად მოვალ უ ისე ის დაგვაუწყდა, ქისა გვეთქვა, წინა გადაცემაში დავიწყეთ. ქისაც თქვათ, ხო. შენ თქვი. კაი. ქისა გავაკეთეთ, სადაც შეგიძლიათ კითხვები დაგვისვათ, ამონათდება ეხა QR კოდი სადღაც და კითხვას დაგვისვათ და ჩვენ გავცემთ რაღაც ნაწილს რაღაცებს ცალკე ნაწილს ვიდეოებს ჩავწერთ და rilsებად გავრცელდება და ისიც თქვით ხო რაღაც პლატფორმის ამბავის გეგმაც წინაზე. ეგ ხო, მაგრამ რა. რავი, არა, რაღაცები ძირითადად მე პლატფორმაზე გადავა ხოლმე ეგეთი მაგვარი ინფორმაცია. რაღაცას მუქის პლატფორმას, მაგრამ ნუ ეგ ჯერ სამომავლო გეგმები. ხო. გააკეთებ რამე მუქის პლატფორმაზე? რამეს რეპორტაჟი კი არა, რამე რუბრიკა როა იყო. რუბრიკა? კი, შეიძლება, რატო არა? ბოლო ეგეც ჩემი პროფესია. ხო, ანუ backstage ხო აკეთებ? ხო, სხვადასხვა backstage უნდა უნდა დავამონტაჟო. მაგრამ მოდი ეხა მივცემ დაპირებას. აი თქვი რომ ამ გადაცემის ქვეშ იქნება. მე მაქვს გადაღებული იგივე სერგი რო იყო გვარჯალაძე მაგის backstage-ი. უბრალოდ მანდ პრობლემა იყო რომ ერთი მიკროფონი ვერ ამუშავე, ანუ ორი ჭირდებოდა და ერთით არის და ნახოთ თუ გამოვიდა რომ დავჭრი და დავამონტაჟო. რაღაცა გამოვა. კაი იქნება, ხო, მეც ძალიან გამიხარდება რომ დარწმუნებული ვარ რომ backstage-ი ყველა საინტერესებს რა, იმიტომ რომ კულისები ისეთი ადგილია რომ ყველა გინდა რა შეიჭრით, ხო? აი ბაკურას ის სიმღერა რო იყო აქინა რო გადის რა. ვიღაცებმა დაწერეს რომ სულ მაინტერესებდა როგორი სახელი. ხო, რა თქმა უნდა. უკანა ფარდის უკან რა ხდება ყოველს საინტერესებს. ყველაფრის სცენის ამ ფარდის უკან რა ხდება? ამ ფარდის უკან თოვლია. იმ დღეს გლებმა შეჭამეს ძროხა. მართლა ამ ფარდის უკან. ჩამოვიდნენ? ხო. ბიჭო ადრე შარვა ყვებოდა იქ კოტორანტკარში. კი არა თქვენ ყვებოდით, შველები იყვნენო, ირმები და შველები გამოვიდნენო და ესე იგი მგელი. დღესთან ვართ ახლოს. რა პას ლუსი დაკეტეთ ხო? დაკეტილი ყავს. მე ხო ცოტა შეშინე მაგის მერე ცოტა შეშინებული გავდივარ ეს. ეხა ხდება ამ თოვლში? ხო, აი რამოდენიმე დღის წინ. ანუ უკვე მოთოვლილი იყო სიცივეზე გამოვიდნენ, გამგელებულები. იმათაც ხო იცი, ეგ ხო იცი მაგ ისტორიას აქ ყველაფერს აქ ორი მხარე რა. გეცოდება ის ძროხა, მაგრამ მე იმის უკან რო შეიხედავ, თქვა ის რას გადის ის მგელი მთელი დღე. გელს რო შეჭამა შენ შეჭამდი რა რა მნიშვნელობა. ეგ თავისთავად ხო, მაგრამ ანუ გლის პლუსი რაში არის ამ შემთხვევაში, რომ თქვა ლეშს და რაღაც იქ ტყეში რაც შეიძლება ის იყოს, რა ქვია, დაავადებული ან ის მაგას ჭამს, ანუ პირველ რიგში მაგას ჭამს და ამ შემთხვევაში იქ აღარ დათოვლა ის ლეში და რაღაცები და ჩამოვიდა და ძროხუკა შეუჭამია მეწველეინე და ხო, ნუ ჩვენი დედამიწა ეგეთია რა, ყველაფერს ჭამს. ეგეთი არის ჩვენი მომხმარებელი კულტურა ვარ თელი პლანეტა ყველანი. ხო, ამიტომ მანეც ვეზიდებით კუჩში. კაი, წავიდეთ კიდე ამოვწუროთ ეს თემა და მე კიდე სხვა ნაწილზეც გადავიდეთ. ხო, იცი რა არის, ეს მართლა ამოვწურავია ძალიან, მაგრამ იცი რა არის, უბრალოდ არ მინდა რომ რაღაც ძალიან ლექციის ფორმატი კონდეს ხდება ყველაფერს. რაღაცა ისენი ინსტრუმენტები. კი, გინდა. ეხლა აქ მესმის რომ ვერ მოგაქ იმიტომ რომ ლიკასა კვარცის თასები და გონგები და რაღაცები დიდი ინსტრუმენტები. ეგ ყველაფერი ფოტოებში ჩავსვათ მე ამ მონათებაში. ხო, იცი რა, აი ეს არის ძალიან საყვარელი ინსტრუმენტი. ეს არის კამერტონი, რომელიც რეალურად მუსიკალურ სამყაროში იხმარება დირიჟორები და საწყობად, ხო რა, ხმარობდნენ. მაგრამ ეს არის ცოტა შეცვლილი ფორმით. აი სიმძიმეები აქ დამატებული, ხა ამის ხმას ესე ვერ გაიგებენ, მაგრამ ვიბრაციას გრძნობ. ორნაირი არსებობს სიმძიმის გარეშე, არსებობს სიმძიმით. სიმძიმის გარეშე მუშაობს შენს მეტაფიზიკურ სხეულზე და ფიზიკურზე მუშაობს ეს. ეს სიმძიმით, რომ ვიბრაცია ქონდეს. ხო, ანუ ის გარედან მუშაობს რა, გარედან აკეთებ და იმას ხმარობს. რას ურტყავ რომ აი სადმე მიადე რა ბახალას რა ნახოს. არა. ანუ არ ვიცი ხა ეს მაგარი, მაგრამ ხმარ არის მნიშვნელოვანი. ვიბრაცია აქვს, ვიბრაცია. ან მეორე თავი.
აი ცე დაიწყე და არა ბიჭო აი ქვედა მხარეს იდებ აი ამას იდებ ხო უნდა მიარტყა და ძუძუს არა აქ დაიწყე ანუ ყველაფერი ძუძუსთან კი რამდენი ხანი ჩერდება თან ყველა გზა მიდის ყველა გზა რომში და ბახალასი ძუძუსთან ისე ძუძუს მეტად აკომოწ მოიდი მაშინ აუ რა კაია თან რა ძლიერი აუ ძა მაგარი თავზე სადე გესმის მე ხმა არა ძალიან ცუდად გილასი რტყა ძვალში არ დაირტყა აუ იმინა დენის ჯიხური შოულებრივი აუ რა მაგარი იცი რა არის ესეთი TCM არის ჩინურ კულტურაში ანუ ეგეთ მედიცინის ფორმა არის არა TCM რა არის აი აკუპუნქტურის წერტილები ეს მერიდიან წერტილებს რო ეძახიან აი მან შეგიძლია ნემსის მაგივრად იხმარო ვიბრაციები მივხვდი ხო და ძალიან ისეთი იმინა მიმღები ვარ ჩოულებრივი ანტენა გავხდი ხო ბიჭო რა ძლიერია მართლა ეს ნეირონების რაღაცებისაც წესით კარგი იქნება რა ეს ვიბრაცია ხო ანუ ძალიან ბევრნაირი ფორმით შეგიძლია გამოიყენო იმას რო ხმარობ ხო იცი მასაჟორს ეს ყოფილა საუკეთესო და სხვადასხვა ნოტებს რა სხვაობა არის იცი რა არის გერ-თერაპიაში კლასიკურად მიყვები პითაგორას თეორიას ის რომ მეზობელ ნოტებს არ უყვართ ერთმანეთი და ინტერვალებს ხმარობ ნოტის გამოტოვებით რა ტრიადებს და შესაბამისად ძალიან კარგად მუშაობს დო მი სოლ და რე ფა ლა ოკეი და სი ცოტა ამოვარდნილია იმიტომ რომ არც ერთი დო მაჟორი და რე მაჟორი ხო რა ეგ არის ხო რეალურად ეგ არის და სხვადასხვანაირი მოქმედება აქვს ამ ნოტების წყობას რა ადამიანზე მაგის ცოდნაც არის მნიშვნელოვანი ანუ პატარა მუსიკალური განათლება სადღაც გეხმარება ამის სწორად ახმაში ხო აი ეს არის ხოლმე გაკვეთილებზე ყველაზე ისეთი რა აი ტვინმა რო გაიგოს ხოლმე ვისაც არა აქვს ეს გამოცეხა მე მათემატიკური გამოცდილება ვისაც არა აქვს მუსიკალური ხო ეს სოლფეჯიოს ვიცი და მაგიტომ ჩემთვის ადვილი გასაგები იყო და აი ამის ახსნა მიწევს ხოლმე ცოტა დიდხანს და თან უკვე პითაგორა რო შემოდის და რაღაცა ცოტა ის დამაბნეველია ხოლმე რა თავიდან მაგრამ ნუ რეალურად ეხლა ნიკას ინსტრუმენტები თუ არის 440 ჰერცში მაგალითად და ეს არის უმეტესი სტანდარტი ოღონდ ეს სტანდარტი დიდი ხანი არ არის რაც არსებობს რა ალბათ ერთ საუკუნეზე ცოტა მეტი აი იქამდე იყო ყველაფერი 432 ჰერცში რაც არის ასევე პითაგორას თეორია რომ 432 ჰერცი არის ის ჰარმონიული წყობა რომელიც რეზონირებს ბუნებასთან რო აუხსნებ ახალას 440 ჰერცი არის ლა და მე ჩამოდის ქვემოთ და 432 იქნება ანუ აი რა სხვაობაა ნახე ხო ალბათ აი ამ ხელს ძალიან პატარა მესმის ხო მაგრამ ნახე რა არის რეალურად საუკუნების წინ პითაგორას ამბობდა რომ სამყარო არის მათემატიკური წყობა და მუსიკა არის ყველაზე სწორე გამოხატულება რომელსაც მოაქვს რა ეს ყველაფერი შენამდე ბგერა და ეს ყველაფერი არის 432 ჰერცი რომელიც აი ამ ბუნების ფორმებს შენ ვერ ხედავ მაგრამ ის ბუნების ფორმებს იმეორებს რა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც უკვე მეცნიერება განვითარდა, ეს ექსპერიმენტები ჩატარდა და არსებობს ფოტოები, რომ 432 ჰერცი მართლა გამოიყურება ეგრე. ანუ 432 ჰერცი იმეორებს ფორმები, რა არის სამყაროში ჩვენს დედამიწაზე, ხო? ბუნების ფორმები, გეომეტრიული ფიგურები, რაც არსებობს, რა, რეალურად ეგ ფორმები მეორდება ყველაფერში. ზუსტად მაგ ფორმებს ქმნის. სხვაობა არის, აი, ხა ტელეფონი არ მაქვს, რომ გაჩვენებდით. რა ტელეფონში შემიძლია ფოტო გაჩვენოთ, რამდენად განსხვავდება 440 ჰერცის ვიზუალი 432-ისგან. აი, გოგაიზავს მაგას. ხო, და აი ეგ არის რა, ანუ ის კაცი ამას ამბობდა საუკუნეების წინ და რეალურად ჩვენ ეხლა მაგას ვნახავთ, ანუ ვიზუალში ვნახავთ ეგ ყველაფერი როგორ გამოიყურება. და მიზეზი რა იყო, რატო გადავიდეთ 440-ზე? მიზეზი იყო, რომ კომპოზიტორებმა თქვეს, რომ ოპერის მომღერლები უკეთესად ჟღერდნენ 440-ში და აწიეს. ეკლესია ხო სხვა რურევია ხელი. არა, აი ოპერა. ოპერა იყო. ოკეი.
ხო კონკრეტული მიზეზი იყო ოპერა რა რომელიღაც ცნობილმა კომპოზიტორმა თქვა ხა უბრალოდ სახელს ვერ ვიხსენებ რომელი იყო და არ მინდა რომ შემეშალოს რაღაცა და აი ეგ იყო ზუსტად რომ აი ოპერის მომღერლები უკვე ჟღერენ 440-ში 440-ში მაღალი ოდნავ მაღალი არის აი ყური მაგას ეხა ესე გვერდი გვერდს თუ არ მოусმინე ისე ვერ მიხვდები რა ნუ რა თქმა უნდა თუ სულ საინტერესოა და ძალიან მაგარია ხოლმე რომ ზოგჯერ ადამიანებს რა ანუ არ მჯერა როგორ შევა ვიბრაციის არ გჯეროდეს რა ვიცი ბლუთუსის ხო გჯერა და ვაი-ფაის ხო გჯერა ტალღების რომელიც გადასცემს ინფორმაციას და აი ამისი არ გჯერა ხო ძალიან უცნაურია ძველ პერიოდში ეს იყო ამის ხო ვაი-ფაის ტალღის მსგავსი აუ ერთ ტიპი მეუბნება ძალიან საინტერესო რაღაცას რა ხა ხო ხდები დასაჯერებლად ცოტა რთულია მაგრამ ლოგიკურია ხა ნახე რომ ამთქნარებ რა აი რომ დავამთქნარო სამვარაუდოდ გადაგედები ხო და ამ თქნარებაში რამე გრძნობა ან აზრი რომ ჩააქსო რა და გაატანო იგივე ლოგიკითო გადადისო ეგო რა და აი თქვა სიყვარულის გრძნობა რომ და რაღაცნაირად გადადისო რა ხო ხარ ისეთია რა ეხა მესმის ის ცოტა არა ძალიან გასაგებია ჩემი აზრით ეგ არის ძალიან ძალიან სწორი რაღაცა შენ თუ ქმედებაში ატარებ ამ სიყვარულს ეგ არის ყველაფერი რეალურად რა რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკო თეორიაზე შენ თუ ქმედებაში ვერ გადმოგაქვს ის ცოდნა მართლა ფუჭია რა იმ ცოდნის აზრი იმიტომ რომ ნებისმიერი რამ აიგივე უპირობო სიყვარულზე რო ლაპარაკობენ ბევრს ხო ის სიყვარული შენ თუ არ შეგიძლია შენ ქმედებაში ყოველდღიურობაში გამოიყენო ჩადო თქნარება იქნება ეს თუ ელემენტარო ძალიან პატარა არ არის საჭირო ხა დიდ შეეჭიდო რა ძალიან პატარა და მარტივი რაღაცეებით რა მარტივი რაღაცები ქმნის საბოლოო ჯამში იმ რაღაცა დიდს ხო ამიტომ აი ეგ რა ქმედებაში სიყვარულის შემოტანა არის ყველაზე კარგი პრაქტიკა რაც შეიძლება აკეთო რა აი ყოველ აი ეგ რო გახსოვდეს უბრალოდ რა და განზრახვა განზრახვა რას დებ შენს ნებისმიერ სიტყვაში ქმედებაში თუ რასაც აკეთებ რა იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული იქნება ის გერითერაპიის სესია სადაც მე ზუსტად არ შევიტან სიყვარულს ზუსტად მე თუ შევდივარ იქ და მე განზრახვა მაქვს რომ აი სიყვარული მივიტანო და სიმშვიდე იმ ადამიანებამდე ეგ ამუშავებს მაგ პრაქტიკას რა ცოტა ის ნაწილიც ხომ მუშაობს მას ეგ ერთი რომ ისედაც შენსაც უშვებ მაგრამ მეორე აი ამ ტალღებს რომ შენ ხო ჩვენით ვიბრირებთ კიდე ჩვენი ვიბრაცია ხო გვაქვს ეს ჩვენი განწყობა როგორიც გვაქვს იმ მომენტში ეგ ხო ვიბრაციებს მოყვება და ის შენი გამოშვებული ან ნეგატიური ან კარგი ხო ამის ტალღებში უფრო კი აბა გადამცემია დიდ მანძილს გერა ეწოდებათ ხო გერა ხო არ არის მარტო ხმა ხო მაგას ვამბობთ ის არის ასევე ტალღა არის რომელსაც შენ შეიძლება ვერ ხედავ მაგრამ გრძნობ მე რომ ამას მივარტყავ შენ ხო გრძნობ ამ ტალღას ეს ტალღა შენამდე მოდის და მე რას ჩავდებ ამ ტალღაში რა თქმა უნდა იმას ის სხვადასხვანაირი გავლენას მოახდენს შენზე და ეს შეგვიძლია გადავათამაშოთ ყველაფერზე საერთოდ ცხოვრებაში რასაც ვაკეთებთ რა შეგვიძლია ვაკეთოთ უბრალოდ შეგვიძლია ვაკეთოთ სიყვარულით და სიყვარულით გაკეთებულს ყოველთვის ბევრად უფრო დიდი ძალა აქვს. რა თქმა უნდა. ეგ არის. მარტივი, ძალიან მარტივი რამეა სინამდვილეში. შვენება და მაისი ქვია მაგას. ხო. ხო, ძალიან საინტერესო იცი რა, ეხლა მუსიკა ჩემთვის ეხლა უცხო არასდროს არ ყოფილა, იმიტომ რომ ეგენას გოგოა. ეგენასია. მუსიკაში გავჩნდება, ან მუსიკაში დავიბადე, მუსიკაში დავიბადა. და მუსიკის garaში არ მახსოვს რა. რა კაი, რო იცი რომ რა უნდა კითხო და რომ მომყვები. მაგაზე ხო უნდა მეკითხა რა. ხო, ანუ რას უმცი, მაგრამ აი რა არის რა, არასდროს არ მეგონა რომ აი ამ ფორმასთან მივიდოდი როდისმე. კი. თუმცა ეს ჩემი ნაწილი ყოველთვის იყო. ისე ჩვენ მუსიკამ დაგვაახლოვა რა. ანუ რეალურად მუსიკა აი პირველად რომ შევხვდით, ხოც ერთმანეთს რაღაცები მოასმენთ და მივხვდი რომ ერთ ტალღაზე ვარ. ეგ ხო ჩვენი კანიოკია. ხო, არა, ნუ მაგით მოხიბლა და მოხიბლა რა თვითონაც რომ მომას ხვაზე ხარ რა მივხვდი რომ ანუ ამასთან ანუ ვისაც მუსიკა უყვარს ეგ ხო პირველ ნაბიჯებში ის არის ხო აქტიურად იხმარ. პირველი 5 ნაბიჯია ჩემთვის. ისი რა არის? მე მგონია რომ მუსიკა უყვარს ყველას. უბრალოდ სხვადასხვა სიხშირეებზე ვართ ადამიანები რა. შესაბამისად სხვადასხვა სიხშირის მუსიკა მოგწონს. ანუ არასწორი მან და არ არსებობს რა. ანუ რაც ვიღაცისთვის სწორია, როგორ შეიძლება შენ იმას ეკამათო რა რაღაცაზე, რომ აი ცუდ მუსიკას უსმენე. ის თუ მასთან რეზონირებს. ანუ
ყველაფერი სწორია რა, რაც შენთან მოდის და გეხება. მუსიკა ხო ეგ არის რეალურად, რაც ხიდი ჩემთვის, ეგ არის მუსიკა ჩემთვის არის ხიდი იმისთვის, რომ უფრო კიდე კარგად შევეხო ჩემ თავს შიგნიდან. შევეხო ჩემ სულს. როგორც შტაინერი იტყო და სამშვინველს. იცი რა, ხო? უფრო სიღრმისეულად, ხო? ამიტომ ეგ არის რა, ანუ რა გაგიდებს მაგ ხიდს შენ? ზუსტად. ჩემთვის შეიძლება ბიორკი ყოფილიყო ეგ ბავშვობაში და ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა სხვა. თან კიდევ უფრო მეტად რომანტიული არის თავის რაღაცა იქ ლირიკის ნაწილით და ცალკე მელოდიით და მე ვისაც გავლილი გვაქვს ეს საერთო მელოდიები და ლირიკა ბავშვობაში მით უმეტეს ხო იცით ეს განცდები ვიცით როგორია და შესაბამისად შეიძლება ახლოს ვიღაცას და იცი რომ იმასაც იგივე აქვს ნაგრძნობით რაღაცას მაგ არის მონახვედრი და ეგ კიდევ უფრო გაკავშირებს თითქოს. ხო, მაგრამ საინტერესო როგორ მაინც ინდივიდუალურია რა. შენ შეიძლება გზდიდნენ ოჯახში თქვა სადაც უფრო მეტად თქვა უსმენენ ჯაზს, მაგრამ შენ მაინც მიაგნო რაღაცა შენსას რა. აი კი აღზრდას რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა მე სახში ჩვენთან რომ ვიზრდებოდით, მამა ჩემი ხა თვითონ თავის მუსიკას რა თქმა უნდა სულ უკრავდა და სულ მუსიკა იყო ჩვენთან, აი სულ მუდმივად მუსიკის გარეშე აი ძილი არ წარმომედგინა რა. ღამე ჩემთვის ძილისპირული იყო, აი ცოცხალი მუსიკა ოღონდ. უბრალოდ ჩართული კი არა, აი ცოცხლად სულ იყო დაკვრა. და ეს შექმნის პროცესი და თვითონ ხა მამა ჩემი თვითონ უფრო ჯაზის მსმენელი იყო და თქვა კლასიკური მუსიკის, მაგრამ ღია იყო სხვა რაღაცებისთვის ყოველთვის რა, აინტერესებდა ყველა ჟანრი. და სულ ჩამოქონდა ხოლმე ეს, ხა მაშინ არ იყო ინტერნეტი და რაღაც რო შესულიყავი და რაც მოგესმინა MTV იყო, რომელზეც ანუ ეგ იყო, აი დღესასწაული ხო, ჩვენთვის MTV და იყო, და ის იყო ნიკას კლიპი პირველად სადაც ნახე. მაესტრო იყო, ხო. და დათო შემოქონდა ხოლმე ეს CD. ნუ მახსოვს, ჩემთვის ყველაზე დიდი რაღაცა გაიხსნა, რომ ბიორკი როცა მოვისმინე და ესე უბრალოდ ჩამოგიტანა და მოусმინე? ანუ ეს ზოგჯერ აი მაგალითად Nirvana-ს Nevermind-ი ესე ჩამომიტანა. ანუ რაც მოდაში იყო პონტი იყო მაშინ. ანუ დათო სულ მოგზაურობდა მაშინაც და ხო ჩამოქონდა სულ ეს რაღაცეები, რომ აი მოგვესმინა. და Nirvana რატომ ჩამოგიტანა რა საყვარელი? მაშინ ხო მეინსტრიმი იყო, Nirvana იყო, რავი. ხო რა, აი ყველანაირი მუსიკა ჩამოქონდა, Beatles-იც, CD-ებიც ჩამოქონდა, ისიც და შემთვის ბიორკზე ვფიქრო კაია რომ ჩამოიტანა ვიღაცა ბიორკზე ვგიჟდებოდი, აი ბიორკი ძალიან, აი ყველაზე ძალიან, აი ჩემი სიყვარული იყო ბიორკი. მეც მომნუსხა როცა იყო პირველად. და მაშინ ჩამომიტანა ეს ჰომოგენიკი იყო ეგეთი ალბომი და აი მაგან მოახდინა რევოლუცია ჩემთვის მართლა, იმიტომ რომ აი შეპყრობილი ვიყავი ამ ალბომით. ეს მართლა რაღაც საოცარი ალბომია, იმიტომ რომ მე აი ნიკას უყვარს ხოლმე უფრო ალბომებად რაღაცების მოსმენა და მე უფრო რაღაცა სიმღერებს ვირჩევ ხოლმე და ისე უსმენ. ეს იყო ალბომი, რომელსაც აი რაღაცა სტრუქტურა ჰქონდა, მთლიანობაში რაღაც დრამატურგია ჰქონდა, რა მთლიან ალბომს. და აი ეგრე უსმენდი რა და მახსოვს რომ ხა მაგ პერიოდში ჩემ თაობაში მე რა მაშინაც მიწევდა ყოფნა ხო აი ჩემი კლასელებიდან გამომდინარე არავინ არ უსმენდა ალტერნატიულ მუსიკას უფრო რაღაცა მეინსტრიმი იყო მაშინ Spice Girls-ი და ეგეთ რაღაცეები რა მე ანუ არასდროს არ მომწონდა ეგეთი პეტრეცი ხარ ხო გენაცვალში გასაგები არის მაშინ ქაური გემოვნებ პერიოდის ხო მოიცა მოგესევიანიც მომესიონგად ხო და მაგრამ მე ძალიან მიყვარდა რა ძალიან მიყვარდა ბიორკი და უფრო ეს ალტერნატიული მუსიკა და ჩემთვის ის იყო აი წარმოუდგენელი რა აი რაღაცა აი მეგობრობის გამოდის რომ ვერ მოусმენ აი არავით არ შემეძლო და თან ეს რაღაც ვცდილობდი ხოლმე რომ აი ვიღაცებისთვის დამებარებინა აი ჟურნალები და გაზეთები სადაც წავიკითხავდი ამ ინტერვიუებს იმიტომ რომ ხა არ იყო არ იყიდებოდა აი წყალივით და ეს ასევე შეპყრობილი იყო ბიორკით დათო ტურაშვილი და ჩემ თაობაში ვერავინ ვერ ვნახე ვისთანაც ერთ ენაზე ველაპარაკე და დათოსთან ძალიან მიყვარდა დათო რომ მოდიოდა ჩვენთან სტუმრად ტურიკა იმიტომ რომ ტურიკასთან ბიორკზე ვლაპარაკობდა ძალიან მიხარდა პატარა ვიყავი 12 წლის სადღაც და ტურიკამ ჩამომიტანა სადღაც მიდიოდა მე მგონი ამერიკაში და მითხრა რომ მე უშინ ჩამოგიტან ბიორკის პოსტერსო და ჩამომიტანა ეს დებიუტის ფოტო შავთეთრი ხო ცოტა ის სეპია ფერში იყო როგორ ესე ცრემლებით და
ანუ ეს იყო, არ ვიცი, აი ჩემთვის იმხელა ზეიმი იყო რა, ეს რო ჩამოვიდა და აი ესე ჟურნალებში, პოსტერი და ჟურნალებში ამაგერს ამოჭრილი რაღაცები და იქ რო კითხულობ რაღაცა და აი ბიორკი ძალიან საინტერესო ქალია, ხო? თავის ამ რაღაცა ისლანდიით და თავისი ამ კავშირით, ხო, ყველაფერთან. ხო და აი ეს ბავშვობა რაც აქვს რა, რაღაცა შენარჩუნებული, ხო? ისე აი ახლა რო უყურებ ბიორკს, აი ვერ უყურებ. გული მისკდება, იმიტომ რომ ასაკში ბიორკი რაღაც წარმოუდგენელია ჩემთვის. მე მართალი რო გითხრა, დიდი ხანი ვიდეო არ მინახავს, მაგრამ ეხა აი კოლაბებს რო უსმენ, მაგის კოლაბებს ვიღაცებთან ერთად, აი როზალიებთან და ვიღაცებთან ძალიან კაია. მე არ მომისმენია. ან ბევრთანა ყველა ეხანდელ კატიანი კლიპი რო არის. კატა რო ყავს ქმარი. ნანახი. ძალიან მაგარი სიმღერაა. ნუ ცალკე ვიდეოები ხო ცალკე ის არის. არა, დღემდე უჭირავს რა ვიღაცები, აი რობერტ სმიტები და ვიღაცები მე რო კრინჯავს ეს, აი დღემდე უჭირავს. ხო, აი აქ მანდ ემეში ხა თუ გახსოვთ ეგ ალბომი ჰომოგენიკი რაც მე მაგალითად ყველას ურჩე ხო ვიცი რომ ბევრი ის მელომანი გვიყურებს, ვისაც მუსიკა უყვარს. ეგ 2000-იანების პერიოდია ხო დაახლოებით ჰომოგენიკი? ეს არა, ცოტა ადრე. აი მე მგონი ან 90-ის სულ ბოლო ან 2000 მე მგონი 90-ის ბოლო. ტრეკების სახელები უფრო მახსოვს იქნეს. ხო, აი ჩემი საყვარელი იყო ბეჩელორიტი. ხა, ვიცი всё გასაგები. ბეჩელორიტი იყო ჩემი საყვარელი, აი გახსოვს ვიდეოც საოცარი ქონდა ის თავის ორკესტრით და სიგიჟე და მახსოვს რომ დეიჩემი რაღაც მომენტში უკვე ნერვიულობდა, იმიტომ რომ ამ ალბომის ფონზე მე ვიძინებდი ხოლმე ღამე და იქ იყო ერთი ეგეთი სიმღერა პლუტო ესე ერქვა. რომელიც აი ძალიან ფსიქოდელიური იყო და აი ამაზე რომ მეძინა მითხარ რომ აი აქ უკვე ცოტა ნერვიულობ რომ აი ამ სიმღერაზე რანაირად გძინავს. ანუ ისეთი სულში ჩამდა. ხო იცი აი თითქოს შენს ხეულში რაღაცა სიმებს რო გამოდებს რა ადამიანი. აი ეგეთი შეგრძნება მქონდა ბიორკს რომ ბიორკს შეძახდით იცი ჩვენ დაქალს ბავშვობაში ერქვა ბიორკი ხათუნა ხო. ხათუნა გავდა ბიორკს და ძალიან გავდა ხო. გუფი დღემდე ბიორკს ეძახის ხო. ნიუ-იორკში ვიყავი ბიორკის კონცერტზე, იქამდე სანამ აქ თბილისში ჩამოვიდოდა. ის იყო ოღონდ ისეთი რა, full blown კონცერტი იყო, თავისი ვიზუალებით და ელექტრონიკით და სიმებითაც და ბენდით და ყველაფრით. თეატრში იყო და საოცარი გამოცდილება იყო, ძალიან მაგარი. აქ ერთად ვიყავით უკვე მე და ნიკა. ბიორკზე? ხო, აქ ცოტა სხვანაირი ხო, აქ ტიპის კონცერტი იყო რა. მეც მანამდე ვარ ნამყოფი და ბევრად კარგი. წელან პოსტერებზე რო ბაზრობდით, ანუ ადრე ხა პოსტერი იყო, რაღაც ჟურნალებიდან, პოპკორნებიდან და რაღაცეებიდან ვიღებდით ვიღაცეების პოსტერებსთან. ანუ ჩვენ რეალობაში არ არსებობდა პოსტერს, ვერ იყიდე კაი პოსტერს რა, დიდი არა ჟურნალიდან, აი ნაღდი პოსტერი და პირველად რო წავედი იმაში რა ქვია, ინგლისში რაღაც 98 წელი არის და სადაც მუსიკალურ მაღაზიაში შევედით და გამოვყლევდი აი დიდი კედლის ხელა პოსტერები შეჩერდა და ღირდა 15-20 ფუნტი და ძალიან ძვირი იყო. ეხლა რო ღირდეს 200 евро შეიძლება მეტი ალბათ ხო? და აი დიდი ხანი არ მქონა ბევრი ალბათ სულ მქონდა 100 ფუნტი თუ რაღაც და ბიჭო დიდი ხანი ვარჩიე და დიდი შავ-თეთრი აი მართლა კედლის ხელა რობერტ სმიტის ეგ შენი ჩემია მიროსთან და ჩამოვით აი დებილდებოდი ისე მივიდა და წარმოვიდგინე ნახევარ ჩემი იქაური ბიუჯეტი მივეცი და ჩამოვედი და ბიჭო მირომ რო შეხედა აუ მოდიო ეხლა შენ ამასო მაინც ვერ დატეო ცოტა ხანიო მე დამშიდო ოთახშია და მიროსთან ჩარჩა იმის მერე და დღემდე მინდა ხოლმე რომ წავართო ბიჭო просто ну ყოველში არის იქაური შერწყმული ეს ბიორკის პოსტერი მე სადაც გადავდიოდი და მე სხვადასხვა ქვეყნებში მომიწია ცხოვრება, ყველგან მიმქონდა ეს პოსტერი და მე რაღაცა გადასვლის დროს დავკარგე. პოსტერი რო დაქონდა. აუ როგორ მიყვარდა, იცი, მართლა ძალიან მიყვარდა, აი გიждდებოდი მაგ პოსტერზე და კიდე მქონდა მაშ თოჯინები რო ყოფილი. მე მამა ჩემო ჩამოიტანა კობეინის პოსტერი მქონდა შავ-თეთრი ძალიან კაი ფოტო იყო. და ჯიმ მორისონის, არა ჯიმ მორისონის არა ფოტოს, ჯიმი ჰენდრიქსის, ჯიმ მორისონი არა. აუ, მე კაგრას მაშინ მეც მოყვები ეგეთ ბავშვობის რაღაცას. ჩვენ ბავშვობაში იყიდებოდა აი პოპკორნი ბრავო რაღაცა ჟურნალი იყო, ოღონდ პოლონურად იყო რა. ანუ მუსიკაზე იყო, ოღონდ პოლონური ჟურნალი იყო და იმდენად გწყუროდა ეგ ინფორმაცია რომ ერთი კლასელი ყავდა სახში მიდიოდა და თარგმნიდა ბიჭო ის ქონდა რა ქვია დიქშინერი რა თარგმნიდა და მოქონდა
დაწერილი ხელით და ჩვენ კითხულობდით მე. წინაზე რო აი რა ყოფილით იყო music ინფორმაცია box-ზე. როგორ გწყუროდა აუ, მაშინ და აი ქიში-გიჟე, ერთმანეთის მართლა. მოყოლილი და იქ რამდენი და ტყული იმ დღეს ველაპარაკებოდი ვიღაცას რომ თორსა წარმოიდგინე რომ ჩვენ ხელა ჩვენ დროს დაბადებული ბავშვები, თინეიჯერები, ვინც ცხოვრობდნენ ევროპაში ან ამერიკაში, მაგდირების კონცერტს აი ჩოლებრივად მიდიოდნენ. შეჩე. გვერდზე უბანში გადადიოდნენ კონცერტს უყურებდნენ. ან ჩემთვის ისინი ნახევარ ღმერთები იყვნენ, ამაში წარმოუდგენელი აწვანე იყო ოთახზე რა. და იმაზე რომ მიდოდი ფონტი იყო იქ შეჩე. ხო ანუ ხო და ისა რა ქვია ხო და იმ დღეს music box-ზე რო ბაზრობდით music box-იც ეგ იყო მაგის Blues სიყვარული box. ისა blues box-ი რო ეგ სიყვარული იყო რომ ოღონდ იყიდებოდა პატარა ფოტო რაღაც პოსტერიც არ ერქვა პროსტი ისინი რა ქვია კარდებივით რო იყო და ნაგავი და მაგიტომ იყო ტუსაობდი და მე რო დაყვებოდი ვიღაცების მაიკებს სურგში შეჩი მაშინ კუჩში ხო ხო და ეგ იყო ხო რა ეგეთი იყო ბავშვობა მაგრამ ჩემთვის ხო საინტერესო კიდე ვინ ყავდა ეგეთი ბომ ისეთი ვინც დაგითხრია ეგეთი მუსიკოსი ხო ბიორკივით ნუ Cocteau Twins-ი ოღონდ უფრო მერე ცოტა უფრო მერე ასაკში რა იქ მაშინ ბიორკით ვიყავი შეპყრობილი მართლა რომ ვიკერავდი რაღაცებს მაგისნაირ და მერე უკვე Cocteau Twins-ი ხო Cocteau Twins-ი დღემდე აი ძალიან მიყვარს ჩემთვის Cocteau Twins-ზე ნახე რა კარგად ეხა გამახსენდა დღეს გამოდის cover-ების ალბომი ჩემი. cover-ების ალბომი რა 4 სიმღერას დავდებ. Cocteau Twins-ი ერთი, Pet Shop Boys-ი, Lennon-ი და Dada. შვენება და იმიტომ რომ მივხვდი რომ ამ ალბომის შეკვრას ძალიან დიდი დრო ჭირდება, ცოტ-ცოტას გამოუყრებულობ რა. რაც მეკნება მზად. რამდენი წელია ესენი გაკეთებული გამზადებული. ხო და მოусმინეთ Spotify-ზე, Apple Music-ზე ყველგან სადაც შეიძლება cover-ების ალბომი. ხო, თან Cocteau Twins-ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა და აღმოჩნდა სხვა შორის ამ სიმღერა მე და ნიკა დაგვაკავშირა, იმიტომ რომ ხო, აი აღმოჩნდა რომ ორივეს ძალიან გვიყვარდა ეს სიმღერა და რომ აღმოვაჩინეთ ხო იცი კიდევ უფრო მეტად რო აიწევა რა. Know who you are at every age. სხვათა შორის ეს სიმღერა კალანდაძესთან ერთად არის ჩაწერილი რა. ანუ ყველაფერი არის დიდი ხნის წინ რაღაც სხვადასხვა დროებში ჩაწერილი რა. ეგ დააკავერე რაც თქვენ რამაც და ოღონდ მე დაკავერებული მქონდა უკვე მართლა ხო ხო ასე რომ კი Cocteau Twins ძალიან მიყვარს რა კაია ჩემთვის ის არის რაღაცა ის სულის მუსიკა არის რა ანუ აი რო გქონდეს საუნდტრეკი ალბათ ეგ იქნებოდა ჩემი საუნდტრეკი შვენიერი შენი საუნდტრეკი რა იქნებოდა ბახალ ბიჭო რა მეცულება დროსთან ერთად რა ბეჰემოტი არის ის ხალხმა ბეჰემოტი დეს რო არის დეს ჯგუფი რა გონიაში მე ვიცი მარტო სახელი ვიცი ბლეკია ბეჰემოტი ბლეკია აჰა ხო და ისა რა ქვია მეცულება მე სულ პერიოდულად დაჟე რაღაც პერიოდ ანუ აი სულ ხან ის არის და ქართულ რეალობაში ტრეკებიც ყოფილა ჩემი საუნდტრეკი ესე მიგრძუნია რა მაგალითად იმის კაია კატას მალინაც ყოფილა დაჟე და ეს ხო არის რაღაცები მიდის და მოდის მაგრამ რა არის სულ აი არა ეგეთი ჯერო სულ არის ეგ ანალიზი ჯერ არ არის ჩემი ცხოვრების გაკეთებული რომ აი ეს არის აი nature boy რო არის იმისი nothing calls რაღაცა რა ხო ისეთი არის სულში დუშე разძირავებში ძალიან მიყვარს ხო და მგონია რომ რეალურად ეგ ბიჭი ვარ რა ხო რა ყველანი ეგ ბიჭები ვართ ხო ნუ რაღაცებს მოაგხოლმე არის ჩემთვის სხვათა შორის მუსიკა და კინოს სინთეზიც ძალიან საინტერესო ძალიან ბევრი მუსიკის გამო ძალიან ბევრი ფილმის შემყარებია და ფილმის გამო მუსიკა ანუ ფილმს მიუყვანი ვარ მუსიკამდე მაგალითად აი კლასიკის მოსახე იმიტომ რომ მე რაღაც 10 წლებში ვსწავლობდი ის მქონდა რა ანუ რაღაც ძალით მატარებდნენ ამ ფორტეპიანოზე იმიტომ რომ რაღაც ხო იცი მამა რადგან უკრავს შენც რომ უნდა დაუკრა ოღონდ მამა ჩემი მანდ არაფშუაში არ არის რა უფრო ბებია ჩემი და ხო ხვდების ის იყო თორე დედაჩემი მამა ჩემი არასდროს ეგეთ რაღაცებზე ფუში არ იყვნენ და რაღაცა ბებია შემიყვანეს და რაღაც აი მოცარტები რაღაცები ხო იცი მე უკრავდი ის პერიოდი და აი რო არ შეგიძლია ხო იცი არ იყო რა ჩემი და რაღაც მომენტში რომ გავიზარდე ვთქვი რომ მე ამას აღარ გავაკეთებ ძალიან სასაცილო მაგრამ დაამთავრე 7 წელი ანუ ხვდები რამდენად როგორ მაინტერესებდა ეს ყველაფერი რომ რაღაცა პირველი გამოცდა რო ჩავაბარე ნიჭერთა აწლეთში ეს მე ჩემი პედაგოგი ვინც იყო იმან მოყვა შერუსიშვილმა რომ მივედი იქ რა აწლეთში და ეს რაღაცა მე ჩემთვის უკითხავს რომ აიო როგორი შთაბეჭდილება დაგრჩაო აწლეთში ხვდები არ მოხვედიო რაღაცა და ძალიან ლამაზი კიბეები იყო თქო
10 წლები სრულად მორჩი? თუ 7 დაამთავრე? შიგნით არ მაინტერესებს. 7 მორჩი თუ 10 დაამთავრე? ესე იგი 7 და მე კონსერვატორიაში გადავედი და და მე რაღაც მომიჩ. თქვი რომ მეთქი არა თქო, არა არის მეთქი ეს ჩემი არ არის და რაღაცა მოუწყდი, აღარ მინდოდა ამ კლასიკური მუსიკის ხვთები ნიკასაც აქ გავლილი რა, როცა შენი არჩევანი არ არის. და მე უკვე მახსოვს რამ დამაბრუნა, იცი? ლუკინო ვისკონტის სიკვდილი ვენეციაში. ხო გახსოვს ფილმი? მანდ თუ გახსოვს მალერის ადაჟიო. ვიცი ადაჟიო, просто მაგ ფილმი და ხო. აი ეგ იყო, რამაც აი თავიდან გამიხსნა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი არის და აი ეს ფინალის სცენა და ეს ადაჟიო და ეს რაღაც საოცარი სილამაზე არის. და აი პლეილისტიც გვეგულა. ხო, აი ამან დამაბრუნა უკან მან რა რაღაც კლასიკა მიყვარს ძალიან. უსმენ ხოლმე მაგ რაღაც პერიოდები მალერი მიყვარს ძალიან და მე ცალკე პლეილისტი მაგ კლასიკის. ხო, ვაგნერი. მეც ვგიჟდა. და მოცარტს ხოთ შორის ვასმენინებ ხოლმე ბავშვს. ასე რომ მუშაობდი ვის უნდა 20,000-ში რა მიხვდებით რა დაყვები ახლა მაგ ისტორიას. და მე ვიყავი ისა რა ქვია რა ერქვა რაღაცას მეძახდნენ არ მახსოვს რაღაცა კომპიუტერს ვთხოვთ რა პატივისცემული რაღაც მოკლედ არ მახსოვს კითხვებს უშვებდი რა ჭირი ეგში დავთაში იმიტომ რომ კომპიუტერი სოფუჭდებოდა რა ჭირის მეძახდნენ და კაროჩე ისა 20,000 და ყველა ანკეტა შემოდიოდა ჩემთან რა და ბოლო კითხვა იყო რომ რა მუსიკას უსმენთ რა და 90% ეთყობა ეგონათ რომ ინტელექტუალური პონტია ყველა წერდა ჯაზი და კლასიკა. რო ოფიქრო ჯაზი და კლასიკა. 90% როგორ შეიძლება უსმენდეს ჯაზს და კლასიკას? ისთან ახლოს ვერ იქნებოდა თვალს მე ისე. დღეს ლიკამ გამიკეთა რა ქვია? მაჭკატები. ხაჭოს. აუ, ანუ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მაჭკატები. აი რომ მოვჩებით. იცი რა ვხდება ძალიან მაგას? ხაჭოს ჯემი. იცი როგორ აკვდება? ხაჭოს ჯემი? ისა, ხაჭოს კი არა და კომშის ჯემი. კომში გვაქვს. კომშის ის გვაქვს რა. მურაბა და შინდის ჯემი. აი, ხო, ნუ მურაბა წავა, მაგრამ კომშის ჯემი არის სიკვდილი იმასთან ერთად ვენეციაში. ნახე, ჩემ პოზაში რო დგას სცენაზე, ცოტა კი, როკეროლა რო არის. ვაიმე, რა საყვარელი. ჩემი ტანი რატო აქ? ნამუშევარია. სოფიას დავთხოვ რომ მეც დამბეჭდო სამ ჩემ ინსტრუმენტებთან. ხო. ძალიან ლამაზი ცხოველი ვარ და აი ძალიან მართლა. მე რაღაც ასაკთან ერთად უფრო რაღაც ჰანი ბაჯერ ცხოველს ვემსგავსები და ძალიან მევასება და უფრო რაღაც მკვეთრი ხასიათი გაეცრო და აი ზუსტი ჩემი ძეგლიც დაიდგა ჩემ ცხოვრებაში ბრატ. პეკი, ავის პეკი. ცხენი ცხენზე. ბავშვობაში ესე მქონა ხოლმე ხელი ის მქონა ესე ვიდექი ხოლმე. იმისავით დადიოდი რა ერქვა, ვიღა ტიპი რო გადაიღოს. ზუსტად ხო. ზარქუას ხელი მქონდა. აუ, უნიკალური ცხოველია. უნდა უკრავდეს თან. არ გაწყვიტო. ანუ, ნაზი ვარ. დიახ. იცი როგორი ბავშვობა მქონდა, აი ორ სხვადასხვა განზომილებაში ვცხოვრობდი მართლა. იმიტომ რომ ხა 86 წლიანი ვარ მე და ხო ხვდები რა პერიოდი მოდის წინ, ძართული ჩვენს ქალაქში ეს აშინელება. და ნუ ხა დათო თავისი ამ რაღაც კონცერტები და თავის ბენდით სულ სადღაც მოგზაურობდა. მოკლედ ერთ-ერთი მართალი გითხრა ბოლომდე არ მახსოვს კანარის კუნძულებზე როგორ აღმოჩნდა, მაგრამ ნუ აღმოჩნდა. ხო, საიდან დაკავშირდა? საიდან დაკავშირდა? ეგ აღარ მახსოვს რა, მაგრამ მახსოვს რომ უკვე ჩვენც აღმოჩნდით იქ. ეს იყო 89 თუ 90 წელი. შენ ხარ ერთი ბეწო მაგ დროს, ხო? 3 წლის. ვაიმე. თუ 4-ის, სადღაც ეგრე რა. და ანუ ეხლა რა ხდებოდა ხოლმე რა, რომ ზამთელ ზაფხულს თვეებს რა ვატარებდით იქ. და დანარჩენი ნაწილი ვიყავით თბილისში. სადაც არ იყო შუქი, არ იყო გაზი, რაღაც კერასინკა, ის წითელი კერასინკები რო იყო გახსოვს შუაში როიტებოდა და აი ხო ესე რო იჯექი, რაღაც სკოლაში რომ მიქონდა რაღაცა ნავთის ფული და აი კურტკებით და რაღაცეებით. აი მე ის მახსოვს ხომ რაც შუქი არ მქონდა ვერ ვიმეცადინე რო იყო მიზეზი და აი მაგ პერიოდში რო ვიყავით. ზუსტად და წარმოიდგინე აი
ეს ორი რეალობა მქონდა რა. ერთი იყო, სადაც კუნძულზე ცხოვრობდით, სადაც აუზი გქონდა ეზოში, პალმები, ბანანები და აი საერთოდ სხვა რაღაც სიგიჟე ხდებოდა და მეორე აქ რა. როგორც წარმოვიდგენ ისეთი ხდებოდა. ხო, თან ორ სხვადასხვა ადგილას ვიცხოვრეთ, ერთი იყო ლას ამერიკასი იყო ერთი და ლოს კრისტიანოსი, ეს ორი სხვადასხვა ქალაქი იყო, ეს ტენერიფე არის კუნძული მანდ. და მოკლედ მე რაღაც კაფე დეპარი ერქვა ესე, სანაპიროზე იყო ეს პატარა კაფე, სადაც უკრავდა ხოლმე, ქონდა ხოლმე კონცერტები და ჩვენც იქ ვიყავით, ხა სად დავტოვებდა პატარები ვიყავით ძალიან. და ეს გრძელდებოდა იცი საიდან, რომ მე რო ვიყავი რაღაცა 4 წლის, იმ დროიდან სადღაც ბოლოს ვიყავი 7-ის რო ვიყავი უკვე რა, ესე სულ დავდიოდით. და ხან სავარძელში გვეძინავე და უკას ხან რაღაცა кейსებში ვძრებოდით ინსტრუმენტებით და ნუ აი ამაში ვიყავით რა და მე ვიღაც ძალიან დიდარი კაცი გაიჩითა ვიღაც ბრიტანელი რომელიც გაქცეული იყო ტენერიფეზე და იქ ცხოვრობდა თავის ძალიან დიდი სასტუმრო მქონდა და გაგიჟდა ნუ მამაჩემზე გადაირია და მოკლედ დაპატიჟა რომ დღეიდანო თქვენ ხართო ჩემი სტუმრებიო რა და გადაგვიყვანა თავის სასტუმროს პენტჰაუსში ორი სართული მქონდა ჯაკუზი მქონდა აივანზე ანუ რაღაცა ზღაპარში ვიტყვი და მქონდა თვითონ რაღაცა პარკი რომელიც იყო ასევე არ მინდა რუსული სიტყვა მიხმარო და ზაპავედნიკი. ხო, ნაკრძალი, ხო. ნაკრძალი იყო, ხო. სადაც იყვნენ ცხოველები სხვადასხვა. ეგეც უნდა ნომერში ყოფილიყო, მე. ხო, და ნუ იქ ამფითეატრი იყო და იქ უკრავდა ხოლმე კონცერტებს რა, და ჩვენ მთელი დღე იქ ბოდიალობდით, რაც ფარშევანგებში, სპილოებში, პინგვინებში, აი რაც სიგიჟე არის რა, და ისა, აი როგორ რაღაც ისტორიები მემართებოდა, იცი, რაც კონცერტი ქონდა მამაჩემს და პინგვინის ხელში აყვანა უცადე და გამწუწა იმ პინგვინმა და დედაჩემმა თავის რაღაცა პერანგი ჩამაცვი, იმიტომ რომ მთელი კაბა დავისველე და აი მე რომ ჩამოვედი თბილისში, რომ ჩამოვდიოდი, ბავშვი ხარ ხო ხვდები და გინდა რომ მოყვე ეს რაღაცები გააზიარო და როგორ ეჭვის თვალით მიყურებდნენ ეს ბავშვები სკოლაში, იცი, აი პირველი ორი კლასი რომ ფიქრობდნენ, რომ ვიტყუები ხა რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება 90-იან წლებში რა პინგვინი ხელში ავიყვანე და გამწუცა რა. ხვდები სიგიჟე არის. და ძალიან განვიცდიდი რა და მე მახსოვს უკვე რაღაც დეეჩი ალბომები ხოც პატარა რო ხარ ეგეთ რა ძალიან განიცდი რომ გაბრალებე რომ იტყუები და ალბომები გამატანა ფოტოებით რაღაცებით და აუ გაგიჟდნენ და მე მარტო მაგას მაყოლებდნენ იქ ამ ისტორიას შენ და პინგვინის მეგობრობა პინგვინის პილო და რაღაცები და მე უკვე წამორაც მახსოვს რომ აი ჩამომქონდა ხოლმე ყუთებით რაღაცა იცრეები აი ეს სერიალები იქ ვიყი და ჩამომქონდა ყუთებით ეს რაღაცები ბანანები რაღაც შოკოლადები და მოკეთ ეს მეგობრები ჩაგედო პინგვინი ერთხელს ყუთში და წამიგეყვა ძალიან ჯადოსნური იყო რა ეს ყველაფერი ხა ბავშვის თვალით თან ხო ხვდები აი არანორმალური იქნებოდა მართლა იმიტომ ხარ ხა ჯადოქარი ხო თან ხო თან რაღაცა დათოც მაგ პერიოდში აი როგორი იყო მართლა ჯადოქარი იყო რა, ანუ ჩვენთვის ისეთი იყო რა, ჯადოსნურ სამყაროს ქმნიდა რაღაცნაირად რა, სულ და რამხელა მნიშვნელობა აქვს შვილისთვის, რომ აი ეგეთ გარემოში რომ გზრდიან ადამიანები, ხო იცი რაღაც არა რაღაც სტანდარტულად ყოფით რაცა. იცი რა იყო, აი ფანტაზიისთვის შენის. არა, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თან ჩემთან სახლში იყო ის რომ სულ რაღაც იქმნებოდა. და ეს არ იყო მხოლოდ მუსიკა, იმიტომ რომ ჩვენთან სახლში იყვნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ოღონდ ყველა სხვადასხვა სფეროს. ხო, დაწყებული მწერლებით, პოეტებით, რეჟისორებით, მუსიკოსებით, ქორეოგრაფებით, ხო ხდება მუსიკოსები, ყველა და ეს ყველაფერი აი იმ წამს ხდებოდა, იმ წამს იქმნებოდა რა. აქ არ იყო გათვლები, რომ აი ხა ამას შევქმნი და მე რაღაცა გახდება. არა, ეგ არ იყო რა. იქ არ იყო ეს რაღაც ჩაჭიდება იმაზე, რომ რაღაცა ჰიტს ვაკეთებ ხა ან ეს გავარდება. არ იყო ეგ საერთოდ, ეს იყო ცოცხალი პროცესი. და ამ ცოცხალი პროცესის მონაწილე ვიყავი რა და ისეთი საინტერესო იყო ჩემთვის და ისე მაინტერესებდა ხო მახსოვს რომ ძალიან ხშირად გვაგდებდნენ ხოლმე ხა ოთახიდან რაღაც დროს რომ გვიანია დაწექით და მე რაღაცა ღამის პერანგებით მე და ჩემი ხმა ვიპარებოდით და ესეთი სავარძელი დგა კართან და ამ სავარძლის უკან ჩაკუზულები ჩუმად ვიჯექი და უსმენდი მე რა გამოგვიჭერდნენ ხოლმე და გვიშვებდნენ უკან
ხო მიქონდათ რაღაცები მაინც. ხო, კი, ანუ ბევრი ხა ნიკას უყვებოდი, რომ ეს რაც მოსაძიებელი არის რა, ეს კადრები და ვიდეოები არსებობს, ძალიან კარგი რა. იგივე ხა მაგალითად დაბადების დღის ჩემი ერთ-ერთი დაბადების დღის ვიდეო 4 წლის. იმას სადღერიან emotions. აი მაგ პერიოდის არის ეგეც და ეხა მაგას ყვები ზუსტად რომ 4 წლის ვარ სადღაც მანდ და ჩვენთან სახლში დიდ ოთახში არის ეს რაც პატარა დაბადების დღე, უმეტესად უფრო დიდები არიან და აი რამდენიმე პატარა ბავშვი ვართ. კონკრეტული ვიდეო არის და დათო უკრავს პიანინოზე, ირაკლი ჩარკვიანი მღერის და ეს მე ესე რაღაცა ბალეტს ცეკვავ ჩემი ჭკუით რა. რაღაცა ბარხატის ეს რაღაც ხავერდის კაბა მაცვია და ცეკვავ და ანუ ეგ ჩემთვის იყო ყოველდღიურობაც, მაგრამ ძალიან ჯადოსნური ყოველდღიურობა იყო რა და ძალიან მადლიერი ვარ რა. აი მაგ ბავშვობის რა რაც გამოვიარე, იმიტომ რომ რეალურად ეგ არის რაც შემდეგ რაღაცა ფორმირებას ხო, მაგრამ მაგას მაინც ვერ აფასებ სანამ არ გაიზრდები რა. არა, ეგ კი, მაგრამ მაგაში რომ იზრდები, შენც ეგ ხდები მე რა. ხო. და სხვაში ძალიან, ანუ რა, ჩემი მშობლების მადლიერი ვარ იმისი, რომ არ გამოგტოვეს არსად რა. ეგ მაგარია და არსად არ ყველგან დავყავდით. გვიანი იყო, არა უშავს, ხო ხტები, აი ყველგან დავყავდით რა. აი ღამის რაღაცა გართობაშიც დავყავდით, დღის აი ყველგან ვიყავით მათთან ერთად რა. შენი მეძება რომ ალისა ვატაროთ კონცერტებზე და. ხო, აუცილებლად, იმიტომ რომ აი ესენი უყიდოთ ყურის დასახშებული. ხო. და თვითონ აი ჩვენც ისეთ ტიპები ვიყავით უკვე რაღაცა flexible ბავშვები ვიყავით, იმიტომ რომ არ ვიყავით რაღაცა სახლის მარტო პარკეტის ბავშვები, აი ისე ვიყავით რა, მოშვებულები უკვე აი ამ სიტუაციაში რა და ეს დიდებთან ურთიერთობაც გვიყვარდა, ხო ხტები, გვაინტერესებდა უფრო. ანუ ძალიან საინტერესო იყო, ბევრი ძალიან საინტერესო მოგონება არის ჩემს თავში ჩაბეჭდილი და ძალიან სასაცილოა ხოლმე, რომ აი ვიღაცა ისეთი ხალხის რომანები მახსოვს, იმათ ერთმანეთზე რო არ ახსოვს, იმიტომ რომ პატარა როგორ და რო არ გაქცევა. შენ რო აი ყველაფერი გამახსოვდა თან აი პატარა ბავშვის თვალით ხო იცი კიდე სხვანაირად ზაფრად ჩანს ხოლმე რაღაცეები. ყველაზე კაი მეხსიერება დღემდე ჩემს შემორჩენილი ბავშვობის მეხსიერება რაღაც ასაკამდე რა. სანამ არ შემოვიდა იქ ტურაობები იმაში რა ქვია ცნობიერებაში სასმლის და მოსაწევის და რაღაცების სახით შეინახა ბავშვობაში კაი საჩუქრებს ჩუქნენა ხოლმე. ეს ძალიან კაი ისტორია. ბრაზდებიან ხოლმე ხო იცი ჩემი მშობლებთან ისტორიებს რო ყვები, მაგრამ ანუ იმიტომ რომ მოუყევი რა ჯადოსნური ბავშვობაც მქონდა და რეალურად საჩუქრებს ჩუქნენ ძალიან მაგარ სულ რა, მაგრამ ერთ წელს მე და ჩემი ძმა ლუკა ვართ პატარები და სადღაც პატარები არიან ისინიც ხო ხტები და ჩემი მამიჩემ სადღაც გაერთნენ რა. ეთქო დაავიწყდა ჩვენ საჩუქრი ყიდვა და ჩვენ კიდე ყოველ დილით ველოდებით რომ აი ბალიშის ქვეშ თუ არა სადარბაზოს კარს რო გავი იქ უნდა საჩუქარი იყოს. და დილით ვიღვიძებთ და გავდივართ და ფარა რა გხდება იცი ბამბანერკა რომელიც აღმოჩნდა ვადა გასული და არ გვაჭამეს. აუ, კარგი რა. მე მეგონა მაყუთი დაყარეს, ფანტეს. აუ, ბამბანერკა. წამოიღეს იქიდან ბამბანერკა. თანო ეს ვადა გასული ვერ გაჭამეს. ბიჭო, ბამბანერკა ხო ისეთი ტიპია რა, ადრე განსაკუთრებით იდო და ერთმანეთს ხელნახევში გადადიოდა. ვიზუალურად ხო ხტები რომელიც იქნება შიგნით ღია ყავისფერი ჩასადები, რაღაცა წერებით რა. აი ეგ რა. და ლითი ამარეტოს უნდა მოეყოლებინათ ბარე. აუ ერთი რამე. აი ბამბანერკა გიჭამიათ რომელიმეს. ბიჭო, კი რაღაცები მიჭამი. აუ ბამბანერკა კი არა. კარგი, აი ესე რომ ვახ რა კარგია. ნუ ავი ხა ეგეთი რო გამოყვები არ არის. ეგეთიაც არ მიჭამი ანუ ბამბანერკა აღარ გიждები არაფერზე საჭმელ. ანუ არაფერზე. ერთადერთი ისრაელიდან რაღაცები ჩამოიტანეს ერთხელ ხა ბოლო პერიოდში და ნუ ავი გამორჩეულად გემრიელი რაღაცები იყო, შოკოლადები და რაღაცა იქაური რა. ისეთი რომ სხვაგან არ მქონდა ნაჭამი. შოკოლადი მიყვარს თკბილი. მე ძალიან მოყვარს შოკოლადები. ძალიან მიყვარს. მე ვარ თკბილისტი ვარ, მაგრამ ნუ ზომილად ხმარობ აწი, მაგრამ გიждები, ვაბოდებ ტყულზე. და რაც უფრო ჯანქია კიდე უფრო მე. ნიკას ჟელე? ნიკას ჟელე. არის მუკის მაყურებელმა იცის თუ არა, რომ ნიკა არის ცნობილი სახლში და მეგობრების გარემოში, როგორც ძალიან მაგარი ჟელეს გამკეთებელი ადამიანი. ეხა დააპირა ჩემ დაბადების დღეზე უნდა გაიკეთებინა. მე ვერ დავსპოთევერსად, რომ წარგვედგინა პრიზად. აუ, მე მოგიყვებით მაგრამ. ერთ-ერთ გადაცემაში აი შუაში ჟელე მე მგონი უნდა დააგდო. კი, დანდა. ყველაფერი გაიწევა. მუკის ჟელეს გავაკეთე. აუ, თან იცი რა მიყვარს? ეგეთ ფაქტურის საჭმელი მიყვარს ძალიან.
ვიღაც იმ დღეს მეგობარი დამცინოდა რომ ხალადეცი ძალიან მიყვარს რა. მეც. გიჟდები ეს ეს არ ჭამს ხალადე, საზზე არ არის. და რაც დანდალებს ყველაფერი მიყვარს. აი ეს ტერაკოტა კი არა და რა ქვია პანაკოტა. ტერაკოტა. ისე მართალი ხარ, დანდალა მეც ყველაფერი. ძალიან. ხო, ისე სხვათა შორის ჩვენ კიდე ერთი სიმღერა გვაქვს. ხო. სიმღერა გავაკეთეთ დიდი ხნის წინ და პანდემიის დროს მე მგონი რა. და კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რაც დრო გადის უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ეკო დევს თუ? არა. მე საიდან მაქვს მოსმენა? მოგასმენილი ისე. ხო და ეხა ვაპირებთ რომ გადავიღოთ ვიდეო. ვიდეო. აი ეგრე იკარგება სიმღერები. ეხლა ვაპირებთ. არა, ვიდეო დავაპირებთ. და მე ვიდეოთი დადეთ ხარ ამას. არა. და ვიდეოთი დავდებთ. აი ხა 5 წელია მაგას. ამის ქვეშ იდება ვიდეოთი? ამის ქვეშ არ ვიცი მოვასწრებ თუ არა. არ დაიდება მე მეგეუბნები. არა. მოკეთ რა მნიშვნელობა? გადრეთ გვიან ხო დაიდება. და ისეთია. რო დაიდება აქ საინტერესო. ხო, შენ დაანონსე. ყველაზე შენთვის შთამბეჭდავი კონცერტი რომელი იყო ვიზეც ხარ ნამყოფი? კიდე აქაური გინდა, ვინც გინდა, ანუ ყველაზე ძალიან ვინც იმოქმედა შენზე. ერთი უნდა გამოვყო? თქვი რამოდენიმე. კაი, გეტყვი. კარნეგი ჰოლში ქიჯარეტი. იმპროვიზაციები, რომელსაც ორჯერ ვიყავი, ანუ ერთხელ ვიყავი და ისე გავგიჟდი, რომ მეორე დღეს იყო კონცერტი და ავიღე ბილეთი სულ ზემოთ, მაშინ რა ქვია, ლოჟაში. და მახსოვს, რომ აი ესე ყველაზე უკანა ადგილი იყო და აი უბრალოდ თვალები დავხუჭე და ესე ვუსმინე მთელ კონცერტს. აი სასწაული იყო და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ქიჯარეტის კონცერტზე ნამყოფი ვარ. აი რაღაც სიგიჟე იყო მართლა. მე მეგონა ჩემ კონცერტს იტყოდ. შენი ყველა კონცერტი ეგეთ გამოცდა. მაკარტნის კონცერტი. მე ამის ასევე ძალიან მაგარი იყო და ეხლა ვიყავით ძალიან მაგარ კონცერტზე მე და ნიკა Radiohead-ის. აი მაისური მიყიდა ლიკამ იმ კონცერტზე. ეგ რომელი დაპატიჟეთ იქ? ნიკამ დამპატიჟა. ლიკას დაბადების დღე. უი ხო დაბადების დღე. და მთლიანი ჰონორარი გადაიხადა ბილეთში რომ მან წავსულიყავით. მაგრამ შეკვდა? ღირდა. სხვა საჩუქარით შეკვდა რა? კი, ძალიან მაგარი საჩუქარი. ანუ ჩემი ოცნების დღეს რამდენი ვილაპარაკე პითაგორაზე და პითაგორას შექმნილი ინსტრუმენტი არის ეგეთი მონოკორდი. ნახე ის დიდი ხო? ხო, რომელზეც ვოცნებობდი და ინდონეზიაში გააკეთებინა ნიკამ ჩემი ლოგოთი. და აი საოცრება არის რა და რომ მეგონა რომ ეგ იყო და თუ მე მაგითაც კმაყოფილი ვიყავით მოყვებოდა კიდე შლეიფად Radiohead-ის ბილეთები, რომელშიც მართლა მთელი თვის ფული ჩაასხა ნიკამ. და ამის კონცერტი რომელი იყო პირველი, რაც მოისმინე სად იყო რა რეალობაში რიფერში? ნიკას კონცერტზე ვარ ნამყოფი. არა, რიფერში კი არა. რიფერის დროს მე აქ ვცხოვრობდი, ვიყავი მზიურში. მართლა? პატარა ვიყავი. კი. როგორც თქვი, ჩემ მშობლებს დავყავდი ყველგან. და ვიყავი იქაც მზიურის ფესტივალზე. და ძალიან მიყვარდა ხოლმე მზიურის ფესტივალი, იმიტომ რომ იქ რაღაცა რკინის საძრომიალოები იყო და იმაზე დავძრებოდი. და ესე უსმენდი. ესე იგი ბახალაც მოსმენილი ხავს. ბახალას ვიცნობ შენზე უფრო დიდი ხანია. არა, მაგ დროს არ ვიცნობდით. არ ბახალაც გამოდიოდა მზიურში. მე მახსოვს შენ ანუ პირველად რომ სადღაც ზღვაზე გნახე, პატარა ვიყავი ძალიან ალბათ რა. ანაბეჭდის მე ვიყავი პატარა მაშინ 23 ანაბეჭდის ფესტივალზეც მახსოვ ხარ. კი. არა, ესე მახსოვ ხარ სულ და თან იმიტომ რომ მე ალტერნატიული მუსიკა მომწონდა, ეხა იქ მაესტროზე შენი კლიპები და რაც არის, მაგრამ იხაროდა ხოლმე. ხო და ხო ეგ იყო ისა რა. ფანი მოვიყვანე ცოლად. ფანი არდანი. ფანი. ფანი. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამან დაქრაშა პირველმა. მე მგონია რომ ძალიან ის იყო რა ქვია. ორმხრივი. ხო, შეექრაშე, თუცბად. ანუ ხო იცი რაღაც ქიმია რო ამუშავდება. ხო, მაგრამ ეხლა შენ უფრო პატარა რო იყავი და მანამდე ამას ხედავდი ალაგ-ალაგ სცენაზე არა. და არა, სხვაში, მაგრამ უცნაური ის ისტორია არის, ჩემთან გადაცემაში არის ნიკა ნამყოფი, რაც 2011-ში. და ხო და ოღონდ ეგ ამბავი არ გვახსოვდა არც ერთ, უბრალოდ გვახსოვდა რომ ნამყოფია. და დამაინტერესა და ამოვიღე ისა არქივი. რაღაცა გაჩუქარი. და ხო ვარდი ჩემოვიდა და ვარც მაძლევს. ხო, და რაღაც ძალიან ისეთ მორცხვათი მადლობა მეც ვეუბნები.
აი ზუსტად ესე დიდი მადლობა. მახსოვს ბატონღაც ესე ვუნდონად. ხო, მაგრამ ანუ იქამდე არა ძალიან ხო, არა, დიდად არ გონია. არ ქონია კონტაქტი არანაირი, ხო რა. ანუ როგორც კი, ანუ კარგად გავიცანით, ანუ გამარჯობით ვიცნობდი რაღაც ისე. ესეც არ იყო დიდად კონტაქტური მაგ დროს. მორიდებული ბიჭი იყო. ხო. ბალღობაში. ანუ რეალურად მამა ჩემთან დამეგობრდა ჯერ და აუ, ჩერის მამა გავედი. ჩერის მამა გავედი, ხო. საო. ხო, და მე უკვე მართლა მუსიკამ დაგვაკავშირა. ხო. ხო, ხედავ მუსიკას რამხელა ძალა აქვს. ბაჯუკას აყვარლები. მუსიკა რო არა, ალისაც არ იქნება. ხო. კი. ალისა მე უნდა გამოვიდეს ნეტა. ბალერინა. ბალერინა. ვაიმე პატარა. არა, ეხა ბოლ დროს რაღაცა ვიღაც შენ ჩამიგდე, თუ სადღაც შეხვდა პატარა ბავშვები რომ ბალეტზე დადიან. პატარა ბურუნდუკი არ უნდა მიიყვანოთ. ბურუნდუკი აუცილებლად ივიდე. ეხა უცებ წარმოვიდგინე ჩემი თავი, ამ ხელა ვირი როზი ვარ და 13 წლის ბავშვს რო ველოდები ბალეტზე. და შენ რო გიგია რომ მასთან ერთად ბალეტზე მე უკვე ვაქვს პრობლემა არ მაქვს მაგეთ რაღაცებს. ბალოტკებით და ბალეტკებით. ხო, სადღაც ხო ყავდა ზღვაზე შარშანის და ცაგარელი რო წყლის აერობიკას აკეთებს. აუ ეგ ძალიან კაი იყო. ეგ ვიყავით ხორვა. აუ ძალიან კაი იყო. მან იმდენი ვიცი, მაგდენი აი არ ვიცი, მე მგონი არასდროს არ მეცინია. ვიცი ჩამიგდე შენ ეგრე. იმაში ხორვატიაში ვიყავით რაც სასტუმროში და ის სასტუმროში გამრთობები არიან რა და იყო აი როგორი ბიჭიც რაღაცნაირი აი ძალიან დაკუნთული და აი დაყენებული და აი ოღონდ როგორ ქონდეს ყოველდღე აკეთებდა რა არის წყლის აერობიკას ატარებდა და უმეტესად იქ ხიცი ისენ ქალებიჩა და უხაროდათ ბებებს ძალიან და როგორ იყო იცი ყველაფერი დადგმული ქონდა რა ერთნაირად აკეთებდა ყოველთვის რა დროს შემოისხავდა წყალს თმასისველი მე გავიდო და ხეთს გადახედავდა და აი რაღაცა მოკეთ ჩვენ გადაწყვეტა რომ ჯოკერი გვეთამაშა მაგაზე რომ ვინც წააგებდა იმაც უნდა ეგრევე ამ აერობიკაზე ჩასულიყვნენ და ნუ ხა ის ეგეთი სასაცილო არ იქნებოდა ხა მედალელა რო ჩავსულიყავით იქ ხო ხვდები და როგორ გვინდოდა რომ ამათ წაეგო ხვდები და წააგეს საგარელმა და ნიკა. არა, ძალიან საყვარელი ვიდეოა. ეს იყო, აი ვიდეოა, აი აუცილებლად. ძალიან კაი. მართლა აი გავუიწყარი, ხო იცი, აი რომ არაფერს აქვს. მაგრამ მე იმ ტიპზე გამიჩნდა ეჭვი, რომ ის ტიპი იყო, ის ანიმატორი იმინა აფიტაფიში იყო ჯოუებრივი. ხო ან რაღაც ისეთ ენერგიაზე იყო საეჭვოზე, მართლა საეჭვო ენერგიაზე იყო. ეს დილიწყდება ხო. წარმოიდგინე დღეში 100 ჯერ აკეთებენ ერთი და იგი. ანუ AI-ის რო ტანი კონდეს, აი რაღაც ეგეთი დაპროგრამირებული ტიპი იყო რაღაც და აი ძალიან წაური იყო. წყლის ვალეტი. აუ, სანე წავიდეთ ეგეთ პანსიონატ სასტუმროში, რა. ძალიან მიყვარს აი რესორტები ხო პანსიონატებია რაღაც პონჩი რა. ხო რაც დროს რო გივსებენ რა, რო არ მოიწყინო, რაღაცები რო უნდა ხდებოდეს, რომ აი იცოდე რომ აი ამ დროს რაღაც აერობიკაზე ხარ მე რაღაცას გადადიხარ და მკვდარი დასვენებ, აი ფიქრი და აუ მინა. აუ ეგ ჩაწოლა. რა კაი ლიკანი, ჩემი ბავშვობის კიდე ერთი ჰაილაიტი იყო. ვისაც დაუსვენია ლიკაში, მეოთხე სამართველოს ეძახდნენ მაშინ. ეგ იყო აი ისეთი გართობა იყო, დედები დადიოდნენ ხოლმე ჯუბაჟზე. ჯუბაჟი არის? მე ვიცოდი რომ ის არის, კლიზმა არის? არა, ეგ იყო რაღაც გამორეც ყუჭის თუ რაღაცა. არა, ხო ბორჯომს გასმევდნენ თბილს და რაღაცა. უნდა გადაწოლილიყავი და პარაფინი და გადაგაწოლილი. ეგეთები ხო ბევრ წყალტუბოშიც იყო ეს რაღაც თუ რაღაც ბორჯომში ლიკანებში რაღაც ეს. კი. აი შლანგით მასაჟს ერქვა ჟარკო. აუ ჟარკო. არ გამიგია. ჟარკოს მიუწევ. ანუ აი მაგარინითი რა გასხავდნენ ეს რა. მე პატარა ვიყავი არ ყოფილა ეგეთ რაღაცას, მაგრამ ახსოვს ეს რა. მეც არას არ ყოფილა. მე დაჟე შაშან წინ უკრაინაში ვიყავი და ბიჭები შელაგდნენ, ანუ ყველანი წავედით იმაზე. რა ქვია იმაზე რომ ხსეთყვავენ იმითი რა, იმ ცაცხობით რაღაცები და ბიჭო ტიპები ისეთ ხმებს ამოცემდნენ, ვინ ჩაუწვლენო გადიოდნენ შეჩემა და აღარ მევასება ეს ზედმეტი ტრიფები და მე თქვი ხა ეგრე თუ რაღაცა ეგეთი ემოციებში გამაზრო მე თქვი არ მომეწონება თქო და არ შეუწევი. აი მართლა. ძალიან გიხდება ის ვარდილი. მართლა, მინდა რომ იმის მაგივრად გეკიდოს გულზე. ეს ხო? აი. როგორ მოკიდო ტროიანი იყო? არა გიჟდები რომ არ ბაზავს არც ერთ ეპიზოდს. არა, დიდი ხანი არავის არ უწევს. გეგონოს ვისაც უხდება, იმას უახდენ. ძალიან კაი. ყველას არ უხდება. სხვადასხვა ჩვენი ვარდები
აი ამ დრომდე სანამ თოვლი მოვიდა ხარობდნენ ეზოში. ამდენი ხანი გაკაჩეს. ხო, ძალიან დიდ ის ხანს. ყვითელი შემორჩა კიდე ხო? მე რო ჭამ ხოლმე და არ იჭმევა. არა და იჭმევა, საიდან მოიტანეთ? არა იჭმევა, არაფერი გემო არ აქვს, რატო უნდა ჭამოს? რა ქვია მაგას? ყვითელი ისინი რო პატარა მოაბლიპიხო ტიპი რო არის. რაღაც მგლის ფუტკარი. ყვითელი თუ ის სტაფილოსფერი? ხო, სტაფილოსფერი მირა. ხო, არ ვიცი რა ქვია, ისე დეკორატიული მგლის არის. წაბლი. აბლიპიხას გავს, მაგრამ არ არის. ხის წამალი. რა მაინტერესებს და ხო არ გვაჩვენებდი დანარჩენ ინსტრუმენტებს პარემ. რა მოიტანე ამდენი ამ ხვედი. იცი რა, კი უბრალოდ რამდენად ხმა ნუ რა იმას საერთოდ არ ქონდა ხმა და ესენი მაინც აჰა. აუ, რა ქვია ამას და კანარი ჩაიმს. ისე ქვია. ანუ ეს რაღაცა ხილია, ხეზე ისდება, რომლის სახმობენ მერე და იცი რას გავს? ნუშის იმას. შეიძლება რაც არის რა. არა ნუში. აი რასაც ვამბობ კანარი ჩაიმს, ეგ არის კანარი. კანარი არის რა. კანარი თუ კანარი რაღაც ესე ქვია. მოთხილო ტიპია? რაღაც და რამდენიმე ესეთ ტროპიკულ ქვეყანაში იზრდება. ვაიმე. კიდე? ეს ჰიმალაის თასები არის. რას რა ქვია, ვინ არის? ეს არის ჰიმალაის თასი. და იმეებს რა ქვია, დიდი თეთრები რო გაქვს? ის კვარცის თასი. კვარცის თასებია. კიდე გონგი გაქვს, დიდი ufamos რა ძალა აქვს. კიდრები არის, უამრავი რაღაც დევს გარეთ. ბევრი ხო, ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი. კაი, მაგის ჩამოთვლას ფოტო. ერთი სესია ხო არ გავაკეთოთ პატარა. კაი ხა თვალებს დახუჭე და ცოტა ხანი შეეცადე რომ იგრძნო. ეს არ ვიცი რამდენად გაისმება აქროტებს მაგიტაზე. გაისმება. მენცა. ამით არ ჩაკეტო. მოაიგრე. ერთი რაღაც უნდა თქვა. ხანდახან აქვს ხოლმე შერეულ განცდებს გაძლევს. თითქოს ცუდათი ეიფორის, აი ერთხელ დამემართა და დიდი ხანი თუ აი ესეთ ინტენსივობის ვიბრაცია არ მაქვს ხოლმე ესე. აი პირველადი შეიძლება იყოს ცოტათი, აი ვერ ხვდები ქსიამოვნებს, გძაბავს თუ აი რაღაც, ეგეთ შერეული და ეგ რა ხდება. კი, არის ხოლმე. იცი როგორ რაღაცა არის, აი როგორც თქვი რა. სხვადასხვანაირ მდგომარეობაში გვაქვს, ხო? ემოციური. სხეული. ნერვული სისტემა, სხეული ეს ყველაფერი რა რეალურად ესეთი პრაქტიკა რასაკეთებს აბალანსებს ამ ყველაფერს რა. შესაბამისად ვიღაცას შეიძლება ვიღაცასთან სწრაფად მიდის პროცესი და აი სიამონების შეგრძნება შემოდის ხოლმე, როდესაც უკვე ჰარმონიულად შემოდის ეს ვიბრაციები და შენც იღებ შენც ბზატყოფნაში ხარ, ხო? რაღაცნაირად რომ მიენდო ამ პროცესს, ხო? და აი
გაყვეთი თქოს ამ წყლის დინებას და არ მოხვიდო წინააღმდეგობაში, იმიტომ რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგები, ისიც უფრო მეტად გეწინააღმდეგება. ხვდები? აი ეს პროცესი ხდება მე შეჯახება. ანუ შენ რამდენად ხარ, ხო, აი ზუსტად არის შიშ, ან გაურკვევლობის თითქოს აი რა. ანუ ნახე დანებება რა არის? ნდობაში შესვლა არის, როცა ნებდები, ანუ ენდობი. ზუსტად. ხო? მე ჩემ გამოცდილებას გეტყვით, რომ აი რო ვიწყებდი მედიტაციას, აი ეს შიშის გზრობა მეუფლებოდა რა. და მე სადღაც გადატყდა და თან ჩვენაირი ტიპებისთვის ცოტა დამოკიდებული სხვადასხვა ტიპის ისინი როგორ გავლილი რა ეს ტრიფები რასაც ქვია ცოტათი ეხა წეღარო ვთქვი რომ იქ არ მომინდა თქო დაწოლა აი გადამეტებული მოთრიფო ემოციის მიღება არ მინდოდა და ამაზეც ერთ-ერთ აი მე და შე რო ვიწექით მაშინ დამემართა პირველი იყო ეგ მე მგონი რომ არ ვიცოდი სად წამიღებ და როგორ წამიღებ და ზუსტად შიში გაურკვევლობის რო არიცი სად მოგახვედრებს რა ხო, ნახე ეგ როგორი რაღაცა იცი, შენი აი ეგ ხედვა ძალიან ბევრ რაღაცაში ვრცელდებოდეს. რა თქმა უნდა. ანუ ეგ არის პატერნი. ნდობლობის, ხვდები? ზუსტად. და ეგ ერთ რაღაცაში რო ანგრევ, მე ნელ-ნელა სხვაგანაც ინგრევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნდობაში შეიძლება ბევრი ცუდი გამოცდილება გქონდა ცხოვრებაში, მაგრამ არ ნიშნავს, რომ სამომავლოდაც ეგეთ გიქნება, მაგრამ შენ თუ მაგ პატერნში დარჩები, აუცილებლად იგივე გამოცდილებები მოვა. ანუ შენ თუ რაღაცას ერთი და იგივეს თუ აკეთებ, ერთი და იგივე შედეგს იღებ, ხო? უნდა შეცვალო რაღაც. მაგიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ესეთი პრაქტიკების დროს შეეცადო, რომ ამ ნდობაში შეხვიდე, დანებდე და პროცესს მიენდო, იმიტომ რომ ვერ გააკონტროლებ ყველაფერს. ყველაფერს ვერ არ არის, იმიტომ რომ ნახე, შენ რაც უნდა გინდოდეს რომ ყველაფერი აკონტროლო, შენ არ მოგცემს გარემო საშუალებას ყველაფრის კონტროლის რა და სადღაც ამოგიგდებს რაღაცას, რაც უარესად მერე ჩაგაჭერს, ხო? შესაბამისად, აი მოლოდინებს რო გაუშვებ წახვალ პროცესში. ზუსტად. და ისიამოვნებ პროცესით, ხვდები? და პროცესით სიამოვნების მიღება აბსოლუტურად არ არის ცუდი. შენ აიგივებ ყველაფერს ახლა რაღაც ცუდ გამოცდილებასთან რა. და overthinking-იდან გამოდიხარ, იმიტომ რომ ხა ჩემი დაკვირვებით ბევრი ადამიანი მოდის. ადამიანები, ვინც არიან მიდრეკილი overthinking-ისკენ, იმათ ბევრად უფრო უჭირთ დანებება, იმიტომ რომ სულ არიან აქ. ეჭვია ბევრი ხო და აქ არიან სულ. და აი აქედან გამოსვლა უჭირთ რა. თუმცა შესაძლებელია უბრალოდ ამას უნდა ვარჯიში, ხო? როგორც კუნძს, რომ ფორმა იცვალოს. შენ ხო არ გაქვს მოლოდინი, რომ ერთ ვარჯიში გამოხვალ დიდი კუნთებით. არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ამიტომ ხო რა, პროცესი არის რა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მშია ძალიან. შია. ხო და წამოდი მე მგონი, თქვენ მაჭკატები ჭამეთ. აბა ბახალ რას გთავაზობს ახლა ტვინი რას გეუბნება რომ ახლა მაჭკატი არ ჭამო იმიტომ რომ მაჭკაც რო შეჭამ არა პირიქით ვაფშე არა ხო გამოიწერეთ არხი ეს გამოიწერეთ ეს არხი იქით ხანდახან გავიხედოთ ხოლმე იქ გვაქვს მე გონი ხედა საფრთხეს გავიკეთე მოკლედ ლიკა გთხოვე ჩვენს მაყურებელს და მსმენელს შენ უფრო დაგიჯერებ აი არა მე ვთხოვ იმიტომ რომ რეალურად ძალიან ხშირად და მეც ვარ ხოლმე ეგ ადამიანი რომ რაღაცა მომწონს ვუყურებ მაგრამ ავიწყდება ხოლმე რომ უნდა subscribe გავუკეთო. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თუ მოგწონს რაღაც პროდუქტი, უნდა შევუწყოთ ამ პროდუქტის განვითარებას და ზრდას ხელი, ხო? თუ მოგწონს რომ ზმუკი გთავაზობს გადაცემებს და კარგ გადაცემებს, შესაბამისად ჩვენც უნდა შევეცადოთ ხოლმე რომ გადავაზიაროთ, დავაფოლოვოთ სხვადასხვა არხებზე იმისთვის რომ იარსებობს, იმიტომ რომ ესეთი ხა მე მესმის რომ ადამიანი რომელიც უყურებს უბრალოდ იმან შეება ვერ ხვდებოდეს რამხელა რესურსი იდება, ხო, ამ ყველაფერში. ადამიანები მუშაობენ, ხო? backstage-ში ამ ყველაფერზე. სპონსორი არის აუცილებელი იმისთვის, რომ რაღაცა შეძლო ამის კეთება რა და ეს ყველაფერი რომ იყოს შესაბამისად უნდა იზრდებოდეს. მოусმინე და გაიზიარო. ამიტომ და კომენტარებიც მნიშვნელოვანია, მე როგორც აღმოვაჩინე, იმიტომ რომ კომენტარები ეს ყველაფერი ამის გარეშე მეტი ლაიქი და კომენტარი აქვს, მით უფრო მეტი ადამიანი ნახულობს მე რა. კი, ვრცელდება ასე და თან აი ეგ არის ხო ეს გავრცელება, რომ უფრო მეტ ადამიანზე გავიდეს რა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდ წვლილს შეიტანთ, თუ რამით გინდათ, რომ წვლილი შეიტანოთ ამ გადაცემის განვითარებაში, ჩემი აზრით ეგ არის საუკეთესო და ძალიან მარტივი, ჩემი აზრით. კი და კიდევ ერთხელ ქისა ვახსენოთ, სადაც შეგიძლიათ რაღაც კითხვები დაგისვათ და კიდევ ერთხელ ამოანათებობა ქისა და გიპასუხებთ. ლინკი აღწერაში იქნება, QR კოდი ამონათებულია. კი. მივარხართ და მჭირდებით. ასე. სოფია. სოფიას დიდი მადლობა ჩვენგან. სოფია უმაგრესი საჩუქარი, უმაგრესი.